მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი თავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებას და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G, პლატფორმა, რომელზეც მასწავლებლები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ Classroom-მა დაამატა რამდენიმე ახალი აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის. სხვა დეტალები კი იხილეთ აღწერაში. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ თემას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიწერეთ და ჩვენი მსმენელებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ეს არის ქართველი მამლუქების თავგადასავალი მაღრიბში და ჩრდილოეთ აფრიკაში შესაბამისად. წინა ეპიზოდში ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ასევე კონსტანტინე ფერაძე, გვესაუბრა ჩვენ მამლუქებზე ტუნისში ძირითადად. გავაკეთეთ იქ რა თქმა უნდა შესავალიც, ვისაც არ მოგისმენიათ ეს ეპიზოდი, გირჩევთ რომ ნახოთ, იქ ვისაუბრეთ ჩვენ მონათვაჭრობაზე, ოსმალურ მონათვაჭრობაზე, ქართველების გადინებაზე, მერე სად მიყავდათ ისინი, როგორ იზრდებოდნენ, რას ნიშნავდა ყოფილიყავი მამლუქი ამ სივრცეში. და განსაკუთრებით მე შევეხეთ, რა თქმა უნდა, ეგვიპტესა და რა თქმა უნდა ტუნისს. რომელიც ახლა ეგვიპტის მამლუქები თითქმის ყველა სმენია საქართველოში და განსაკუთრებით ფილმ მამლუქისგან და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ აი სხვა ქვეყნებში ასევე ძალიან ბევრი ქართველების გადინება ხდებოდა და ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ ამაზე და აი ახაც მოკლედ შესავალისთვის ვიტყვი, რომ წინა ეპიზოდში განვიხილეთ ტუნისში მყოფი არაერთი ქართველი მამლუქი, რომელთაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ამ ქვეყნის ისტორიაში, კი არა მათ შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ და კონტაქტიც არიან ზოგჯერ. შესაბამისად, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გონი იყვნენ აფრიკის დანარჩენ ქვეყნებში, ისეთი როგორც არის ალჟირი და ტრიპოლი და შესაბამისად აი უკვე დღეს კონსტანტინე გვესაუბრება სწორედ აი ამ ძალიან მოზრდილ დიდ აფრიკულ სახელმწიფოებზე, რომელთაც ძალიან დიდი ისტორია გააჩნიათ, განსაკუთრებით აი ოსმალურ პერიოდში და რა თქმა უნდა შევეხებით თუ რა როლს ასრულებდნენ ეს მამლუქები იქ, როგორ მოხვდნენ, როგორი იყო მათი საზოგადოება და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ მეორედ უკვე პოდკასტში გვეწვიე და თანაც ესეთ თემაზე, რომელიცაც დიდი ხანია და მრავალი წელია იკვლევ, იმიტომ რომ აი პოდკასტის თავარი ღირსება ჩემი აზრით არის ის, რომ მოიწვიოს ადამიანები, რომლებიც აი ამ თემაზე, რაზეც ვსაუბრობთ, იკვლევენ ამ საკითხებს და მით უმეტეს ახლა ეს ორი ეპიზოდი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩემთვის პირადად აი ამ თვალსაზრისით. სალამი ნიკა, მივესალმები პოდკასტის მსმენელებს. კიდევ ერთხელ დიდი პატივი არის აქ ყოფნა და ამ თემებზე საუბარი. ხო, წინა პოდკასტი ვინც ვერ ნახა, ამ თემას საკმაოდ დიდი ხანია ვიკვლევ 90-იანი წლებიდან. ჩემი ასე ვთქვათ, მენტორი და მასწავლებელი იყო გოჩა ჯაფარიძე, ცნობილი ქართველი მამლუქოლოგი, ასე ვთქვათ, მას კიდევ ბევრი ინტერესები ჰქონდა, მამლუქები განსაკუთრებით უყვარდა. და სწორედ მან ასე ვთქვათ მიბიძგა იმისკენ, რომ შემესწავლა მამლუქების ისტორია. და ისე მოხდა, რომ 90-იანი წლებიდან გადავსახლდი ამერიკაში, იქ მქონდა პირდაპირი წვდომა ბიბლიოთეკებზე და საკმაოდ ბევრი მასალა შევაგროვე იქ ყოფნისას. ეხლა რაც შეეხება მამლუქებს და ზოგადად ქართველებს მაღრიბში, როგორც წესი, ეს საკითხი აქამდე შესწავლილი არ ყოფილა ეს ცალკეულად აღებული. სულ შემთხვევით და სულ ესე აი ამოკრეფით შევძელი რაღაც სხვადასხვა ინფორმაციების მოძიება. ესე სრულყოფილი ისტორიები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ არის თქვათ რაღაც ცალკეული ფრაგმენტები ამ ადამიანების ისტორიიდან, რომელიც კარგ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ ვინ იყვნენ ესენი, რა როლს ასრულებდნენ ამ ქვეყნებში და ზოგადად როგორ იყვნენ ჩართული იმ პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაშიც კი. ძალიან ზოგადად მინდა რომ ესაუბროთ ალჟირის შესახებ თავიდან. ალჟირი იყო მეკობრული სახელმწიფო, აქ 1575 წელს სერვანტესიც კი
იყო ერთი პერიოდი მონად 5 წლის განმავლობაში, სამჯერსა და გაქცევა, მაგრამ მე ბოლო-ბოლო გამოისყიდეს. დონ კიხოტის ნაწილები ყოველ შემთხვევაში იქ არის შექმნილი და დაწერილი, აი მარცხენა მხარეს თქვენ სწორედ მას ხედავთ. რაც შეეხება საქართველოში იმის ცოდნას, რომ ალჟირშიც იყიდებოდნენ ქართველები, აი სულ ერთი ცნობა არის რეალურად შემორჩენილი. ეს არის კათოლიკოს დომენტის მოწერილი წერილი, რომელიც სტამბულში შეესწრო 59 ბავშვის გაყიდვას. და ესე წერს, რომ ისინი საუკუნოდ იყვნენ დაკარგული წმინდა ეკლესიისთვის და რომელიც დაგსაქსეს ალჟირსა და არაბეთს. არაბეთი ამ პერიოდში მოიხსენიებოდა როგორც ეგვიპტე. ну ეს არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ალჟირზე რაღაცა წარმოადგენს გვიქმნის და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს 1926 წელს ქართულმა საბჭოთა პოეტებმა დიდი ლექსი მიუძღვნეს სტალინს და ლენინსაც და ბერიას, რა თქმა უნდა, და ამ ლექსის აი მეოთხე სტროფში არის ესეთი რაღაცა, რომ გააუზეს ქართლის ტყვეებით ალჟირი, სტამბულის ბაზარი, ღამეს ღუბელი მიჰქონდა დილას ახალი თავზარი. ანუ რაღაცა ცოდნა იმის შესახებ, რომ ალჟირშიც იყიდებოდნენ ქართველები არსებობდა, თუმცა კონკრეტული მაგალითები ამისი არ ქონდა, არ ვიცოდით. რო გითხრათ, რომ ბევრი მაგალითი არის იმისი, რომ ქართველები იყიდებოდნენ, არა, თუმცა რაღაცა რაოდენობით ჩაყავდათ ისინი სტამბულიდან ალჟირშიც კი, ეს ცნობილია. ხო, ეხლა ალჟირი იყო მეკობრული სახელმწიფო, მათი ძირითადი შემოსავალი იყო მეკობრეობა, ისინი არამხოლოდ იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ და ბერძნულ კუნძულებს და სანაპირო ქალაქებს ესხმოდნენ თავს, არამედ მაგალითად ირლანდიაშიც კი იყვნენ წასულები, იქიდან 85 ადამიანი მოიტაცეს შოტლანდიაში, ანუ საკმაოდ ისეთი ვრცელი გეოგრაფიული არეა ჰქონდათ გატაცებების, ისინი ესხმოდნენ თავს ძირითადად სანაპირო ზოლზე განლაგებულ დასახლებებს, იტაცებდნენ ადამიანებს და მე გამოსასყიდის სახით ესენი მიყავდათ ალჟირში, ამუშავებდნენ და როცა გამოსასყიდი მოდიოდა, რა თქმა უნდა, ამათ უკან უშვებდნენ. ეს იყო მათი ძირითადი შემოსავალი. ვინ იყვნენ ეს მეკობრეები? ხა მეკობრეები იყვნენ, რა თქმა უნდა, ალჟირელები, ანუ ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები, მაგრამ ძალიან ხშირად ესენი იყვნენ ასევე ოსმალეთიდან, თურქეთიდან შემოყვანილი ადამიანები, რომლებიც აქ მსახურობდნენ. აქაური ჯარი იყო იანიჩრების ჯარი, იმიტომ რომ მე-16 საუკუნიდან ალჟირი უკვე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი ხდება, იქ მმართველი არის ოსმალო ფაშა. თუმცა ასევე ძალიან ძლიერი იყო დეი არის ბიძას ნიშნავს თურქულად, ოსმალურად სწორედ. დეიების მმართველობა. დეიები იყვნენ აი მეკობრეების და ზოგადად საზღვაო ფლოტის მმართველები და თავები. აი ამათი მმართველობა საკმაოდ ესეთია ძლიერია, ისინი რეალურად არიან მეკობრეები და განაგებენ, ასე ვთქვათ, ალჟირის ამ მეკობრულ ოპერაციებს და განსაზღვრავენ სტრატეგიას თუ ვის უნდა დაესხნენ თავს, ვისთან უნდა ხელშეკრულება გააფორმონ და ვთქვათ იმ პერიოდში არ დაესხნენ თავს. ძირითადად საფრანგეთი და ინგლისი იყო, რომელსაც ასე თუ ისე რაღაცნაირი იმუნიტეტი მაინც ჰქონდა, იმიტომ რომ ისინი ხელშეკრულებებს აფორმებდნენ ალჟირელ მეკობრეებთან, რომ მათ ვაჭრობას და მათ ხომალდებს არავინ არ დაესხმებოდა თავს, ხო დანარჩენებს, აი სკანდინავიიდან მოყოლებული იტალიის და ესპანეთის დამთავრებული ყველას თავს ესხმოდნენ. ლუი მე-16-ს ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ ალჟირი რო არ არსებობდეს, მას მე თვითონ დავაარსებდი, იმდენად მოსახერხებელია ესეთი კომერციული კონკურენტებისგან თავის დასაცავათო. აი ესეთები იყვნენ ეს მეკობრეები, შუაში თქვენ ასევე ხედავთ ალჟირულ პატარა ხომალდს. მათ არ ქონდათ ესეთი მძლავრი და ძლიერი სამხედრო ფლოტირია, მაგრამ ქონდათ ესეთი პატარა, ძალიან სწრაფი იმპერიალისტის სწრაფი ხომალდები, რომელსაც თქვათ რამდენიმე 3-5 ერთად დაესხმებოდნენ თავს ძირითადად სავაჭრო გემებს და იტაცებდნენ მათ. ხანდახან სამხედროებსაც, მაგრამ უმეტესად მაინც გალერას გავს ეს ხომალდი, აი როგორც ვენეციელებს და ემეთად ყავდათ ხოლმე ესპანელებს და შემდეგ, ხო, გალერა არის. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ძალიან დიდი ხნის მანძილზე მე-18 საუკუნემდეც კი და მერეც გალერები აქტიურად გამოიყენებოდა, მაგრამ გალერა იყო ძალიან შეუსაბამო ოკეანისთვის. ანუ ეს არის საზღვაო ხომალდი ნამდვილად და შესაბამისად მაგალითად ესპანელებმა სადეს 1588 წელს, როცა ისინი მიდიოდნენ
იბრძოდნენ დიდი არმადით იმის წინააღმდეგ, ინგლისის წინააღმდეგ, რამდენიმე გალერა წაიყვანეს საკედან ხმელთაშუა ზღვიდან და საშინლად იმუშავა ამან, იმიტომ რომ ის დიდი ოკი გაშლილი ზღვებისთვის არ იყო განკუთვნილი, ეს იყო უფრო სანაპირო ცურვისთვის, კუნძულებს შორის მოძრაობისთვის და შემდეგ და აი ხლა აქ რა ხომალდსაც ხედავთ, ეს არის ზუსტად აი შესაბამისი ხმელთაშუა ზღვაში სამოქმედო ხომალდი არის ესენი ნამდვილად. თანაც გავითვალისწინოთ ჩრდილოეთ აფრიკაში მოძრაობდნენ ხოლმე ისეთი ცნობილი ზღვაოსნები, თავის დროზე როგორც ვთქვათ, ჰაირედინ ბარბაროსა და მისი ძმა არუჯი, ხო, რომელიც აი ერთ-ერთ ლეგენდებად ითვლებიან რა ხმელთაშუა ზღვის მეკობრეობისა და აი ამ თავდასხმებისა, რომელიც მე-16 საუკუნეში ოსმალეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებობდა, აი იგივე საღვთო რომის იმპერიისა და ოსმალეთის დაპირისპირებაში დიდი როლი შეასრულეს ამ ადამიანებმა თავის დროზე ძალიან. ესენი არიან, ვინც რეალურად ოსმალეთის მიუერთეს ალჟირი და ოსმალურ ფლოტილიაში საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მომავალშიც. ანუ ოსმალური ფლოტი ძირითადად იყო დაკომპლექტებული ალჟირელი ზღვაოსნებით, ალჟირელი საზღვაო კაპიტნებით, არუჯიც და ხაირადინიც ასევე ალჟირის მოიაზრებიან როგორც ალჟირელები. მართლობა როგორი იყო? ანუ აქ ერთ ისტორიკოს ესეთი კარგი რაღაცა აქვს ნათქვამი, რომ ალჟირში ორი სახის თურქები იყვნენ, ერთი იყვნენ რეალურად თურქები ვინც იყვნენ, მეორე პროფესიის თურქები ვინც იყვნენ. ანუ ალჟირის მმართველები წესით უნდა ყოფილიყვნენ ოსმალები და თურქები, მაგრამ მათ შორის ძალიან ბევრი სხვაც გამოერეოდა ხოლმე, აი მაგალითად გამოქცეული აი ბრიტანეთიდან გამოქცეული მეზღვაურები, საბერძნეთიდან, იტალიიდან გამოქცეული მეზღვაურები ძალიან ხშირი იყო, რომ აი თქვათ კრიმინალის ჩამდენი ადამიანი, რომელიც თქვათ თავის სახელმწიფოდან გაიქცეოდა, მიირბოდნენ პირდაპირ ალჟირში, ხდებოდნენ კაპიტნები, ზღვაოსნები, ძალიან გაბედული ადამიანები, ვინც იყვნენ, ისინი შეიძლება ალჟირის მმართველებიც გამხდარიყვნენ და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. და ისე ძალიან საკმაოდ ჭრელი იყო ალჟირის მმართველი გუნდი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ყველა მუსლიმი იყო, ეს მაინც ფორმალობა უნდა დაეცვათ, რომ ისინი მუსლიმები, მაგრამ ზოგს შეიძლება ენაც არ ცოდნოდა ნორმალურად და მათი ხელობა იყო აი სწორედ ზღვაოსნობა, ადამიანების გატაცება და ასე შემდეგ. ასევე ენები მათ ძალიან ჭირდებოდათ, ევროპული ენები განსაკუთრებით, აი ამ გატაცებულ ადამიანებზე გამოსასყიდის მოლაპარაკებების პერიოდში. აქ თქვენ ასევე ხედავთ ესეთი ტიპიური მეკობრის ხმალსა და დამბაჩას, ეს ორივე ალჟირში არის წარმოებული, შექმნილი და დღემდე არის შემორჩენილი. ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ იყო ალჟირში ერთი პერიოდი, იყო ჰასან კაპუდან ფაშა. ეს ქართველებისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი ჰასან კაპუდან ფაშას ისტორია. ჩვენ ვიცით, რომ ის დაიბადა სოფელ ფშაგელში, აი ესე უწერიათ რატომ ვთქვათ ფშაგელი, რომელიც იყო დუშეთიდან 5 საათის სავალზე. თვითონ აქ ნათქვამი, რომ ერეკლე მეფის სამეფოში ვარ დაბადებულიო. ის ტყვედ გაიტაცეს როგორც ფიქრობენ, სადღაც ირანის საზღვრიდან წაიყვანეს სტამბულში, იქ გაიყიდა ერთ-ერთ ადგილობრივ ესეთი დაწინაურებული ადამიანის ოჯახში. საკმაოდ ისეთი ბუნტის თავი იყო და ჩაეწერა იანიჩრების ლაშქარში და წავიდა ალჟირში. გზაზე მან ერთი ხომალდი, ესპანური ხომალდი შეიპყრო, ასე ვთქვათ, და ისიც კიდევ რაღაც საჩუქრად ჩაუტანა ალჟირის მმართველს, რომელიც აღფრთოვანდა ჰასანის ესეთი ქმედებით და ესეთი გაბედულობით და დანიშნა დასავლეთში, ალჟირის დასავლეთში არის ტლემჩენის ოლქი და იმ ოლქის მმართველად ბეით დანიშნა ჰასანი. თუმცა ჰასანი ისე ძალიან ამბიციური ადამიანი იყო, მას ერთი პატარა რაღაცა ოლქის მმართველობა არ დააკმაყოფილებდა, რაღაცა ინტრიგები წარმოიშვა მმართველსა და მას შორის და მოკლედ ბოლო-ბოლო ჰასანი იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა ალჟირი. ის გადავიდა საფრანგეთიდან იტალიაში, იტალიიდან მე 1760 წელს გადავიდა სტამბულში, გახდა ოსმალეთის კაპუდან ფაშა.
და 1790 წლამდე რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძოდა რუსებს. რუსეთთან ბრძოლაში იყო ეს კაცი ძალიან გაწაფული და ასე ვთქვათ, ისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო. თუმცა ასევე ალჟირში, ეგვიპტეში 1786 წელს ქართველი მამლუქების წინააღმდეგაც გაილაშქრა ერთი პერიოდი. მას განუყრელად სულ დაყვებოდა ესეთ მისი საყვარელი ლომი, რომელსაც ბოლოს კინაღამ შეჭამა ეს ასანი და ამიტომ მოკლეს. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელიც გარშემო საკმაოდ ბევრი ქართველს ხედავთ, როგორც ალჟირში, ისე თვითონ სტამბულშიც. აი, თუ შეიძლება ითქვას, რომ ოსმალური deep state თუ არსებობდა, ეს ადამიანი იყო ამ ოსმალური deep state-ის თავკაცი რა. რეალურად ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მის ხელში გადიოდა, როგორც საარმიო, ისე ადმინისტრაციული რეფორმები, ასე შემდეგ. მან დანიშნა თურქეთის ოსმალეთის დიდვაზირად კიდევ ერთი ქართველი იუსოფ კოჯა, რომელიც მანამდე საპნების გამყიდველი იყო და დიდი წინააღმდეგობა წარმოშვა მან, თუ როგორ შეიძლება რომ ეს საპნების გამყიდველი ამ ხელთანამდებობაზე უცბად ესე დაწინაურებულიყო. მისი ერთ-ერთი მოადგილე იყო ტუნისიდან გაქცეული ქართველი მამლუქი ისმაილი. მომავალში ჩვენ კიდევ ვნახავთ, რომ აი სხვა ქართველებიც საკმაოდ ბევრი ზღვაოსნები მის გარშემო ტრიალებენ და ირევიან. მოკლედ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომელიც საქართველოში ასე თუ ისე მის შესახებ ინფორმაცია არსებობს, ამიტომ ამაზე ძალიან დიდი ხანიც აღარ გავჩერდები. მისი ერთ-ერთი ასე ვთქვათ მარჯვენა ხელი იყო საიდალი, რომელიც ალჟირში გაიყიდა თავის ძმასთან, რომელსაც ასევე ალი ერქვა და ეს ორი ძმა, ორივეს რო ალი ქვია, ესეთი ცოტა დამბნეველი არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათი ისტორიები ერთმანეთში არის არეული და ცოტა რთული გასარკვევია, მაგრამ ვიცით, რომ ალი 1784 წელს დაახლოებით უკვე სტამბულში არის, უკვე არის ჰასანის მარჯვენა ხელი. და ის აშკარად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოსმალეთის საზღვაო ფლოტის რეფორმირებაში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 1791 წელს კალიაკრიას ბრძოლაში რუსეთის ხომალდების წინააღმდეგ. მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩართული იყო შავ ზღვაში და ასევე ეგეოს ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ. მუდმივად იბრძოდა, ეს იყო მეზღვაური ადამიანი. 1803 წელს ის უკვე ეგვიპტეში ჩადის, აი საფრანგეთის, ოსმალეთის და ინგლისის წინააღმდეგობების და ბრძოლების პერიოდში ის ეგვიპტეშია, ებრძვის ფრანგებს. მე ისევ ბრუნდება სტამბულში. 1807 წლებში ის ხდება ოსმალეთის კაპუდან-ფაშა, ანუ მთავარი ადმირალი, ანუ საზღვაო მინისტრი. და ამის შემდეგ ის უკვე, ასე ვთქვათ, პენსიაზე გავიდა მას მერე. რაღაცა ერთ-ერთი შიდა რეგიონის ფაშობა მისცეს და 1821 წელს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილები კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ოსმალეთის ისტორიაში და ბევრ ესეთ საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ცნობილია ის ადამიანებიც ასევე. საიდალის ძმის შესახებ ცოტა მოგვიანებით უკვე ტრიპოლიზე რო გადავალთ, მაშინ ვისაუბრებ. ხო, ეს უკვე არის შუაში ხედავთ ქუჩუქ ჰუსეინს, რომელიც ასევე იყო ქართველი და ასევე იყო ჰასან კაპუდან-ფაშას მომდევნო ადმირალი იყო ოსმალეთის. მარცხენა მხარეს არის ალჟირელი კაპიტანი, აი ვინ არის კონკრეტულად სახელი არ ეწერა, ამიტომაც ვერ ვიტყვი რომ ეს მაინდა-მაინც საიდალი არის. და მარჯვნივ ხედავთ ასევე ოსმალეთის კაპუდან-ფაშას დაახლოებით იმ პერიოდისთვის, როდესაც საიდალი უნდა ყოფილიყო ოსმალეთის ადმირალი. არ ვიცი ეს არის თუ არა, ეს სამი ნახატი არის. ისე რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ალჟირს. ესე იგი ამ პერიოდში იქ საკმაოდ მოძლავრებული არიან იანიჩრები, იანიჩართა რიგებში არიან ასევე ნახავთ რომ არიან ქართველებიც, რომლებიც აი იქ იანიჩართა რიგებში რანაირად მოხვდნენ, ცოტა უცნაურია, მაგრამ ახალციხის საფაშო, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთს ჰქონდა ოკუპირებული, ახალციხის საფაშოდან ჩვენ ხედავთ რომ ვიღაცები ქართველები მიდიან ასევე სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ალჟირშიც ეწერებიან მაშინ რა ქვია ოსმალურ გარნიზონში.
1775 წელს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1775 წელს ესპანეთი თავს დაესხა ალჟირს 20,000 ჯარისკაცი რაღაცა ათობით ხომალდით შეეცადნენ რომ გაეუქმებინათ საერთოდ ალჟირი და დაეყოთ იმიტომ რომ ესპანეთს ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ამბიცია რომ მაღრიბის ქვეყნები მისი მფარველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო გადმოსხეს ჯარი თუმცა ისე მოხდა რომ ალჟირელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს დაახლოებით 2000 კაცი მოუკლეს ხომალდებმა ვერ შეძლეს ამ გადასხმული ადამიანების დახმარება იმიტომ საკმაოდ მოშორებით იყვნენ ბოლო-ბოლო აი ესეთ წარუმატებლად დასრულდა მათი კამპანია ეხლა მნიშვნელოვანი რატო არის რომ აი ამ ამბის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ალჟირის მომავალი მმართველის ჰასან იუსუფ აჰისკავი, აჰისკა არის ახალციხე. მისი დაწერილი არის მოხსენება, რომელიც სტამბოლში ჩაუტანა თავად სულთანს. ვინ არის ეს ადამიანი? ამავე მოხსენებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით მე-18 საუკუნის ალბათ 60-იან, 50-იან, 60-იან წლებში ის იყო ალჟირში, ემსახურებოდა თუნისის მომავალი ბეის მოსამსახური არ იყო, ну, იმასთან, ასე ვთქვათ, იმის კარზე მსახურობდა, ალბათ ჯარისკაცი იყო, ან შეიძლება მეზღვაურიც იყო. და 1775 წლისთვის ეს უკვე ხდება ეს ადამიანი ალჟირის ვაქილ ალ-ჰარიჯი, რაც იყო რეალურად საზღვაო მინისტრი. უზარმაზარი თანამდებობა არის, რომელსაც ეხა ესე უცბად და მარტივად ვერ მიაღწევდა, ეთყობა საკმაოდ ბევრი რაღაცეები ქონდა გაკეთებული და იმისთვის რომ დაემსახურებინა ეს თანამდებობა. ვიცით რომ 1770-იან წლებში ის ჰასან კაპუდან ფაშასთან, ანუ ქართველთან, რომელიც ფშავიდან იყო, მასთან მსახურობდა. ხო, არ მინდა ეს გამომრჩეს სხვათა შორის. ჰასან კაპუდან ფაშაზე კი წერია რომ ფშავიდან იყო, მაგრამ ის ასევე წერია რომ ეს იყო სომეხი ეროვნების ადამიანი. ანუ ალბათ სავარაუდოდ გრიგორიანი იყო. ეს რამდენიმე ადგილას წერია, მაგრამ ქართველი ისტორიკოსები მაინც ასე თუ ისე ამ ინფორმაციას რატომღაც არ აშუქებდნენ და ასე ვთქვათ რაღაცნაირად ვერ ვიტყვი რომ ალავდნენ, მაგრამ ნუ ხაზს არ უსმევდნენ რომ ის სომეხი იყო. რუსტამივით ყოფილა ეგეც. ბატონო? რუსტამივით ყოფილა ეგეც. რუსტამივით იყო, ხო, აი ქართულ ისტორიკოსებს რატომღაც გვინდა რომ ყველა მამლუქი და ყველა გასული ადამიანი ქართულად გამოუხატოთ, ასე ვთქვათ, ანუ მათი ეთნიკური შემადგენლობა იქ უკვე აღარ ჩანს, ვიცით რომ საქართველოსდან არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიცით რომ ის სომეხი იყო. ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი იყო ახალციხელი. სულ პირველად ამ ადამიანზე ინფორმაცია რომ ნახე იყო ესეთი ჰენრი ბარნბი არის ეგეთი იყო უბრალოდ ეგეთი ამერიკელი მკვლევარი რომელსაც ძალიან კარგი წიგნი აქვს დაწერილი ალჟირის შესახებ ხა ალჟირი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ამერიკელი ისტორიკოსების და მკვლევარებისთვის და ამაზეც ვიტყვი ცოტა ხანში თუ რატომ და მან ესეთი წიგნი დაწერა ალჟირის შესახებ სადაც პირდაპირ ფრაზა არის ესეთი რომ სიდი ჰასან was Georgian რომ ბატონი ჰასანი იყო ქართველიო და იქვე მითითებული არის წყაროც. გადავირიე ეს უნახე ბრიტანეთის არქივში არის კონკრეტული წერილი, რომელშიც ეს უნდა ყოფილიყო ეს ინფორმაცია. გამოვიწერე საბუთები არქივიდან, კაი ხანი ველოდი სხვათა შორის რომ მომივიდა, გავხსენით და კი წერია რომ ვიღაც ქართველებმა ამაზე არის საუბარი. ნუ ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ მორჩა არ არის ეს კაცი ქართველი. და მე მომავალში აღმოვაჩინე, რომ თვითონ აქ დაწერილი, აი ეს მარჯვენა მხარეს რო ხედავთ. ეს არის მისი დაწერილი 1775 წელს, როცა ესპანეთი დაამარცხა ალჟირმა. იმის შესახებ ესეთი ანგარიში წარუდგინა სულთანს, აქ საკმაოდ გრძელი ანგარიშია, აქ მეზღვაობის ღვაოსნობაზე არის საუბარი, ალჟირის ისტორიაზე ზოგადად, მათ შორის ჰასან კაპუდან ფაშას მოღვაწეობაზეც და ასე შემდეგ და აქვე უწერია რომ თვითონ არის ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი. ანუ ახალციხელი ვარ, რეალურად ამას ხაზს უსმევს და იქვე სხვათა შორის კიდევ ერთხელ აქვს რომ აი ამ შემოსევის დროს, როდესაც ესპანელები თავს დაესხნენ ალჟირს, აქვე ერთ-ერთი მისი რა ქვია, მნიშვნელოვანი ციხის დამცველთა არტილერისტი, უბრალოდ არტილერიის თავკაცი, ასე ვთქვათ, იყო
კიდევ ერთი ახალციხელი ადამიანი, რომელიც სხვაგან მის შესახებ ვერაფერს ვერ მივაკვლიენ, მაგრამ ორნი იყვნენ მინიმუმ, რომლებიც ახალციხის საფაშოდან იყვნენ გადასულები ალჟირში. ეხლა მაშინ, როდესაც დაამარცხდნენ ეს ესპანელები, ალჟირის მმართველმა ფაშამ გააგზავნა ჰასანი, მიავლინა სტამბულში, ამ რაღაცა გადასარევი, ასე ვთქვათ, სიახლის შეტყობინებისთვის და ამან სულთანს პირადად მოახსენა აი ესეთი როგორ გაიმარჯვეს უჯულოებზე, როგორ დაამარცხეს ქრისტიანები, რომლებიც ალჟირს თავს დაესხნენ. ამან საჩუქრები ჩაუტანა ფაშას, იქ რაღაცა ცხენები, 70 შავკანიანი, 25 თეთრკანიანი მონა და ასე შემდეგ. და უკანა გზაზე რომ გამობრუნდნენ, სანამ აი ალჟირთან მოსულიყო ხომალდი, ფრანგული ხომალდით მოდიოდა სეპტიმან, ერქვა იმ ხომალდს, ესპანელებმა დააკავეს ეს ხომალდი. რა თქმა უნდა, იქ რომ გასინჯეს და ნახეს, რომ ალჟირელებიც იყვნენ ამ ხომალდში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აიღეს და წაიყვანეს კარტაჰენაში. ხა, როგორც წესი, ხო, ისე მოწინააღმდეგეა მტერია ეს ადამიანი და რაღაც დილეგში უნდა დაემწყდიათ, მაგრამ ამის მაგივრად, ხო, ძალიან დიდი პატივით მიიღეს. საჩუქრებით აავსეს. აი, ოქროს საათიო, ბრილიანტებით მოჭრილი ოქროს საათი აჩუქესო, ეს იმ პერიოდის საათი არ ვიცი ხა ამისია თუ არა, მაგრამ დაახლოებით ეგეთი უნდა ყოფილიყო ისიც. იქ დიპლომატებს ხვდებოდა, მაგალითად შეხვდა, ესე ქვია, საფრანგეთის, ინგლისის, ევროპული სახელმწიფოების ამერიკელებსაც კი შეხვდა და იმ ამერიკელებმა თქვეს, რომ თუ ვინმესთან მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ ალჟირში, აუცილებლად ეს კაცი უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ ძალიან მოუწონვართ ამერიკელებიო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მასთან გქონდეს პირდაპირ საუბარიო. ამ დროს ამერიკა ჯერ აი დამოუკიდებლობას იწყებს, აი პირველი წლები არის. ნუ ეს ადამიანი დიდი პატივით დააბრუნეს, რა თქმა უნდა, იმაში, რა ქვია, ალჟირში. ამ განთავისუფლებაში ჩართული იყო საფრანგეთის სამეფო კარიც, იმიტომ რომ რეალურად მათ ხომალდზე მოხდა ჰასანის დაკავება, დატყვევება. დაბრუნდა ჰასანი ალჟირში, მალევე ცოლად მოიყვანა მისი, რა ქვია, პრემიერ-მინისტრის, ან ხაზნაჯი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი ქალიშვილი. კიდევ უფრო მეტად დაწინაურდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველ ფაშასთან, კარიერულად აი გადასარევად რა გაწყობილი ყველაფერი. ამერიკელები წერენ, რომ ეს ადამიანი არის, ვინც მართავს ამ მეკობრულ იმებს, რა ქვია, ხომალდებსო, ეს ისე უნებაო თუ ვინსად უნდა წავიდესო და ვინ უნდა დააკავოსო და ვისი გამოსასყიდზე რამდენი თანხა უნდა იყოსო, ან რეალურად ალჟირის deep state იმ პერიოდში ეს ადამიანია. და რა ხდება, ესპანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო თურმე ჰასანმა, სანამ ის იმაში იყო, რა ქვია, კარტაჰენაში იყო, რისთვისაც 1 მილიონი ესპანური დოლარიც აუღია თურმე. და 1795-96 წლებში გაფორმდა კიდეც 100 წლიანი ესეთი დროებითი ხელშეკრულება ესპანეთსა და ალჟირს შორის, რომ აღარ იქნებოდნენ ისინი მოწინააღმდეგეები და მტრევი. და ესპანეთმა გიბრალტარის სრუტე გაუხსნა ალჟირის მეკობრეებს. პირველი რაც ქნეს 1796 წლის ზაფხულში გაიჭრნენ ესენი ატლანტიკის ოკეანეში და დაატყვევეს ამერიკული ხომალდები. აი მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ, რომ ამერიკული ხომალდია, რომელიც ალჟირელებმა დაატყვევეს. ორი ხომალდი წამოიყვანეს ალჟირში. აი მარცხენა მხარეს არიან უკვე დატყვევებული ამერიკელები. ნუ ბევრი არის, ნუ დაახლოებით 20 ადამიანამდე იყო დატყვევებული, მაგრამ ამერიკისთვის ეს საკმაოდ ისეთი მძიმე და მტკივნეული ამბავი იყო, იმიტომ რომ ამერიკელი ტყვეთ აქამდე არსად არ ყოფილა ეს მათ ფარგლებს გარეთ. და რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებულები იყვნენ მოლაპარაკებაში, თუმცა აი ამ პერიოდში ალჟირის ფაშა მუჰამედი ისე საკმაოდ მოხუცებული იყო, მას თავისი ინტერესები ჰქონდა, მაგრამ ამერიკელები წერენ, რომ აი ყველაფერს უკვე მართავს ჰასანი, რომელიც ამ პერიოდში უკვე ალჟირის პრემიერ-მინისტრი ხდება და ჩვენ ამ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, მოიწოდოს დავიცადოთ, რომ ეს, რა ქვია,
ფაშა მოკვდეს და ეს კაცი დაინიშნოს ფაშად და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად იქნება. ხა ამავე პერიოდში საინტერესო ისაა, რომ როდესაც ჰასანი დაინიშნა ქვეყნის ალჟირის პრემიერ-მინისტრად, მისი ადგილი დაიკავა აი რო საუბრობდი საიდ ალი, რომელიც ალჟირში იყო. მისმა ძმამ, რომელსაც ასევე ალი ერქვა, ანუ პრემიერ-მინისტრი ხდება ახალციხელი ჰასანი და ის რა ქვია საზღვაო მინისტრი ხდება ასევე ქართველი ალი. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი თავანდებობები აი ამ პერიოდში, როდესაც აი ამერიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი არის ალჟირის ეს ისტორიის ეს მონაკვეთი არიან ქართველები ამ სახელმწიფოს სათავეში. ამ ხო, საბოლოო ჯამში 1791 წელს გარდაიცვალა ეს უკვე ძალიან ღრმად მოხუცებული ფაშა და მისი ადგილი დაიკავა უკვე რა ქვია ახალციხელმა ჰასან ახისკავი, რომელიც ერთხმად აირჩიეს უკვე იანიჩრებმა ადგილობრივმა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი ასე ვთქვათ მართველიო, მას ხარს უჭერდა ეს ქართველი ალიც, რომელმაც პირადად მიიყვანა დასვა თურმე ამ იმაზე რა ქვია ტახტზე ჰასანი, თუმცა აი ეგრევე გაუფუჭდათ ურთიერთობა როგორც ჩვევიათ ქართველებს, სულ ორი კინკილა ქართველი იყო და მაინდა-მაინც ერთმანეთს გადაემტარნენ. ნუ ისე მოხდა რომ ჰასანმა ეს ალი გააძევა, ანუ სიკვდილით არ დაუსჯია, მაგრამ გააძევა ალჟირიდან იმის გამო, რომ ჰასანს გამოცხადებული ჰქონდა, რომ აი ეხლა ამ პერიოდში ჰოლანდიურ იმაზე რა ქვია, ჰოლანდიურ გემებზე არ უნდა ყოფილიყო შეტევა, თუმცა ალი მაიღო და მაინდა-მაინც რაღაც რამდენიმე ჰოლანდიური გემი დაიყო, რამან ძალიან გააბრაზა ჰასანი, რომელმაც მოითხოვა, რომ ეს კაცი უნდა გაეძევებინათ სახელმწიფოს. იქ ალბათ რაღაცა კონკურენციის ამბავიც იყო, იმიტომ რომ ეს ალიც საკმაოდ ესეთი ამბიციური ადამიანი იყო და იქ რას ხლართავდა კაცმა არის, მოკლედ ასე თუ ისეა, ალი გააძევეს, ჰასანი დარჩა ერთპიროვნულ მმართველად იმაში რა ქვია, ალჟირში. ამ პერიოდში უკვე ამერიკელები, ასე ვთქვათ, უკვე მოლაპარაკებებს იწყებენ ჰასანის ქრისტიანი, ასე ვთქვათ, მდივანი იყო ერთ-ერთი ამერიკელი მეზღვაური, რომელიც მონად იყო, თქვით იყო წამოყვანილი ალჟირში. ჯეიმს კათკარტს, რომელსაც დატოვებული აქვს ისეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო მოგონებები ჰასანის შესახებ. ასევე ამერიკაში ამ პერიოდში და მე-19 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე წიგნი არის გამოცემული აი ამ ყოფილი ამერიკელი მეზღვაურების, რომელმაც მოგონებები დატოვეს ჰასანის შესახებ, ალჟირის შესახებ, რა ხდებოდა იქ, როგორი იყო ეს ყველაფერი. ჰასანზე არ უწერიათ, რომ ის ქართველი იყო, იმიტომ რომ ეხლა ფაქტია, რომ ის იქ მაინც არ ქართველობდა, ეს არაფერში არ გამოადგებოდა. ის რა თქმა უნდა იძახდა, რომ ის იყო ოსმალო, ის იყო თურქი. იმიტომ სხვანაირად იქ მას არავინ არ გააჩერებდნენ. თუმცა ალიზე უწერიათ, რომ ის იყო საბერძნეთის ეკლესია, ოდესღაცო ბერძნული ეკლესიის ის იყო, რა ქვია, ბრეული იყო. ამერიკელები იწყებენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, აი მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ ჯორჯ ვაშინგტონის გამოგზავნილ წერილს ჰასანთან. ეს არის პირველი მისი წერილი, სულ 3 წერილი არის ვაშინგტონისგან და აი მარჯვენა მხარეს უკვე მომდევნო პრეზიდენტი ჯონ ადამსის კიდევ ერთი წერილი არის, ორიგინალი ვერ ვნახე, მაგრამ აი დაბეჭდილი ესე გამოიყურება. და ისინი ჰასანს თხოვენ, რა თქმა უნდა, რომ ტყვეები გაათავისუფლოს, გამოსასყიდს თხოვენ და უნდათ რომ მოლაპარაკება აწარმოონ, იყოს ალჟირი და ამერიკის შეერთებული შტატები მეგობრული ქვეყნები და ამიერიდან მათ შორის ტრობა აღარ იარსებოს. სანამ ეხა ეს წერილი ამერიკაში დაიწერა და ჩამოვიდა, ამასობაში ალჟირმა კიდევ 10 ამერიკული ხომალდი დაიპყრო და მათი ამერიკელი ტყვეების რიცხვი რაოდენობა ალჟირში გაიზარდა დაახლოებით 105 ადამიანი იყო ამ პერიოდში დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცი, რომელზეც უზარმაზარ გადასახადს და უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდა ალჟირი. დაახლოებით 2.2 მილიონი მექსიკური დოლარის ეკვივალენტი იყო, რასაც ითხოვდნენ. და ეს ამერიკიდან როცა
ჩამოვიდა ეს მომლაპარაკებელი, ჰასანმა არც კი მიიღო ის. პირდაპირ უარი უთხრა, იმიტომ რომ რეალობა შეცვლილი იყო, ახალი ტყვეები ყავდათ, კიდევ იმედი ჰქონდათ, რომ უფრო მეტი ტყვეც ეყოლებოდათ, თუმცა ამ პერიოდში უკვე პორტუგალიამ ჩაუკეტა ალჟირს გიბრალტარის გასასვლელი და უკვე ესეთი მარტივი აღარ იყო, მაგრამ ამერიკელებს უკვე ხმელთაშუა ზღვაში, აი შიგნით უკვე ვაჭრობა უკვე აღარ შეეძლოთ. ამის მერე უკვე რამდენიმე წელი გამოაგზავნა ვაშინგტონმა, მერე მომლაპარაკებელი კიდევ ერთხელ ჩართო, აქ შიგნიდანაც აი ჰასანის ქრისტიანი ასე ვთქვათ მდივანი ვინც იყო ისიც უკვე ძალიან აქტიურობდა, მისი დაწერილი რაღაცა წერილები მაქვს ნანახი. აი ესე შავად წერდა რაღაცა ძალიან ძილობიან პასუხებს ვითომ ამ ვაშინგტონთან, თუმცა ეხლა რეალურად ჰასანმა ვაშინგტონს რამე გაუგზავნა თუ არ გაუგზავნა ეს ცნობილი არ არის, იმიტომ რომ რაც გამოქვეყნებულია იქ ჰასანის მიწერილი არაფერი არ ჩანს. მას საბოლოო ჯამში 1796 წელს უკვე ხელშეკრულება გაფორმდა ალჟირსა და მას რა ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჰასანმა ოქროს ხმალი გაუგზავნა ჯორჯ ვაშინგტონს, ეს ის ხმალი არ არის, რომელსაც აქ ხედავთ, ის ხმალიც ვერაფრით ვერ მოუნახე, მაგრამ ნუ ვიცი რომ ოქროს ხმალი გაუგზავნა ვაშინგტონს. იმან ასევე რაღაც საჩუქრები გამოგზავნა, ერთ-ერთი მათგანი იყო აი ეს ხომალდი, სულ 5 ხომალდი მასქნა რა ქვია გააკეთებინა ჰასანმა ამერიკელებს ალჟირისთვის, ეს ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჰასან ფაშა ერქვა, ბრიგანტინი იყო, ესეთი ორი იალქნიანი. აქ უკვე ხედავთ ხელშეკრულებებს, ეს არის შუაში არის ტრიპოლისთან საერთოდ ეგ დადებული დავაზუსტოთ, რომ ხაჯვენა ესა არის. ბატონო? ხო, ბრიგანტ ან ზოგადად ორანძიან ხომალდს ან ბრიგი ქვია ხოლმე, საერთოდ ან ბრიგანტინი და სამანძიანს ფრეგატია, თუ შეგხვდებათ ამ იმაში, რა ქვია, კლასიფიკაციაში გამოდგება ხოლმე. კი ბატონო. ხო, სამიანი უფრო აი საოკეანო იყო და ეს ხო. ორიანი უფრო აი შიდა წყლებისთვის გამოდგებოდა. კი. ხო, ესენი უკვე ხელშეკრულებები არის, აი აქ ბეჭადი არის, რომელიც ჰასანის მიერ არის დასმული. ჰასანის ნახატ ძალიან ბევრს დიდი ხანი ვეძებდი და აი წინა სლაიდზე აი აქ რაც არის, ხო? აი ერთადერთი არის ეს. ესეც რაღაცა შარჟივით ნახატია, არ არის რეალურად დახატული, მაგრამ აი ძალიან უცნაურია, ხო? აი ამდენი ამერიკელი იყო ჩასული, ამდენი ევროპელები იყვნენ, თვითონ 7 წლის განმავლობაში იყო მართველი ალჟირის და არაფერი შემორჩენილი არ არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი იყო, ან ეს იყო. აღწერით ვიცი რომ ესეთი დიდი შავი წვერი ქონდა და იყო 6 ფუტის, ანუ დაახლოებით 1.80 სანტიმეტრის, ცოტა უფრო მომსუქანო კაცი იყო. და ძალიან ისეთი სერიოზული და ატყობა როხროხა და ისეთი რა ბრძანებლური ტონის მქონე ადამიანი იყო. მან ასევე მე ამერიკელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა და ამერიკელებს დაეხმარა როგორც ტუნისთან, ისე ტრიპოლისთან ხელშეკრულებების გაფორმებაში, ეს შუაში ხედავთ ტრიპოლის ხელშეკრულებას, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი ტრიპოლის მაგივრად, მე უკვე ტრიპოლებსაც მოაწერეს ხელი და საინტერესო ამ ხელშეკრულებაში ის არის, რომ ამერიკამ ამ ხელშეკრულებით აღიარა, რომ ის არის სეკულარული სახელმწიფო. ანუ ტრიპოლელებს ჰქონდათ ეგეთი პრეტენზია, რომ ჩვენო ქრისტიან სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ, თუ არა და გაფორმებული ქონდათ არაერთგან. ანუ აი ამ შემთხვევაში რატომღაც ესეთი ვაჭრობა დაიწყეს. რაზეც ნუ ამერიკელმა პასუხი მოვიდა, ჩვენო არა ვართ მაინც ქრისტიანულ წამსზე დამყარებული სახელმწიფო, ჩვენო ზოგადად ისა სეკულარული სახელმწიფო ვართო, ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს ვაღიარებთ და არ ვართო ჩვენ ეგეთი სახელმწიფო. ეს მე თარგმანში ამერიკელებმა უკვე 1830-იან წლებში უკვე თარგმანიდან ამოიღეს. მაგრამ დღემდე არის ამას დებატები, რომ აი ამერიკამ როგორ აღიარა საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომ ის სეკულარული სახელმწიფოა და ნუ აი ამას ისეთი ულტრამემარჯვენე ამერიკელები საკმაოდ ხშირად ატრიალებენ, რომ ეს რა იყო და ამის განხილვები მიდის ისტორიკოსებს შორის, რომ ეს შეცდომა იყო თუ ეს მხოლოდ ესეთ სიტუაციური გარემოებიდან იყო ნაკარნახევი, რომ ესეთი რაღაცა ჩაეწერათ, მოკლედ მნიშვნელოვანი ელემენტია ამისი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხა ჰასანს არა მარტო ამერიკელებთან ქონდა ურთიერთობა, ქონდა ასევე
იმ პერიოდის ევროპის აბსოლუტურად ყველა მონარქთან. ხო, აი ლუი მე-16-ს მადლობის წერილი მიწერა თავის დროზე, როდესაც ის ესპანელების ტყვეობიდან დაიხსნეს. ტალეირანთან ჰქონდა რაღაცა ურთიერთობები, მაგალითად, ცნობილია, რომ იტალიაში საფრანგეთის არმიის აი ნაპოლეონის შეჭრის დროს ალჟირი აწვდიდა მათ ხორბალს და იმას რა ქვია, რაღაც მარცვლეულს. და რაღაც აი სავაჭრო ურთიერთობები თქვა საფრანგეთთან ამ პერიოდში ჰქონდა. ну, რა თქმა უნდა, შვედეთთან, სკანდინავიურ ქვეყნებთან, გერმანულ სახელმწიფოებთან და ასე შემდეგ. აი თითქმის ყველასთან ჰქონდა ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა. ხო, ეს უკვე ორიგინალი არის ამერიკასთან გაფორმებული პირველი ხელშეკრულების ამის გამო მე ამერიკელებმა ლუი მე-16-ის წერია საცოდავი ლუი მე-16-ის საანდილო თოფი ვაჩუქეთო. ეხა ეს კონკრეტულად ის თოფი არის, მაგრამ ლუი მე-16-ის თოფი არის რომელიღაცა. ასევე ამერიკელები ამბობდნენ, რომ ოქროს პისტოლეტები აქვს, ესეც ლუი მე-16-ის ნაქონი არისო. და ესე გარჭობილიო ამ პისტოლეტებით დადის ოქროთიო. და მარჯვენა მხარეს არის ქეჩაუას მეჩეთი, რომელიც ალჟირის ესეთი აი მთავარი კათედრალი არის რეალურად. ეს ჰასანის აშენებული არ არის, მაგრამ მან გაარემონტა, შეაკეთა და მის გვერდზე იყო ზუსტად მისი სასახლე, რომელიც დღემდე არსებობს. აი სასახლე და მეჩეთი აქვე არის. და აი ეს წვრილი პისტოლეტი არის, რომელიც მან მერე ვაშინგტონს გაუგზავნა საჩუქრად. ზუსტად ის პისტოლეტები არ არის, მაგრამ აი დაახლოებით ეგეთი უნდა ყოფილიყო ალჟირული პისტოლეტი, აი ეს რა ქვია, მარჯნით არის გაკეთებული. ამ მის სასახლეში მერე უკვე ფრანგული ადმინისტრაცია, რომელიც ალჟირის 1830 წელს საფრანგეთმა მოახდინა ალჟირის ოკუპაცია და მათი ასე ვთქვათ, საოკუპაციო მმართველობა, აი სწორედ ჰასანის სასახლიდან მიმდინარეობდა. ეს შენობა დღემდე არსებობს, ეხლა აქ მუზეუმი არის განთავსებული. და ეს ქეჩაუას მეჩეთიც ერთი პერიოდი იყო კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთებული. 1856 წელს აი დიდი აჯანყება რო დაიწყო ალჟირში, სწორედ აი ამ ეკლესიის ყოფილი მეჩეთის გარშემო დაიწყო, რომ შეურაცხყოფა იყო ალჟირელი ხალხის, რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო მეჩეთი და აი ამ მოედანზე დაიწყო მათი გამათავისუფლებელი მოძრაობა. ძირითადად ეს არის ჰასანის შესახებ. ეხლა შემდეგი მმართველი, რომელიც ალჟირში იყო, არის ალი ხოჯა. ეს ალი ხოჯა შესახებ სულ შემთხვევით ნახე, აი კოლუმბიის უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. პირდაპირ შედიხარ წიგნების საცავში და ესე კატალოგით აღარ ვეძებდი, პირდაპირ ეს თაროებზე რაღაცებს ვათვალიერებდი. ერთი ისეთი წიგნი მოხდა ხელში, რომელსაც კატალოგით არ გამოვიწერდი, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო კონკრეტულად ალჟირის ამ იმასთან, რა ქვია, პერიოდთან. და შემთხვევით ნახე ესეთი წერილი 1818 წელს დაწერილი, რომ ესეთი პროვინცია იყო კონსტანტინა ერქვა ამ პროვინციას ალჟირის. კონსტანტინას ის არის, რა ქვია, დივანის წევრები წერენ სულთანს, რომ მადლობა ღმერთს, რომ ეს მეგრელი უზურპატორი მოკვდა. გადავირე ვინ არის მეგრელი უზურპატორი, აღმოჩნდა ალი. ეს ალი ხოჯა მისი წარსულის ან ალჟირში მოხვედრის შესახებ ბევრი არაფერი არის. ვიკიპედიაზე რატომღაც წერია, რომ ეს იყო ქოროღლი, ანუ დედით იყო ალჟირელი და მამით იყო მხოლოდ ქართველი, მაგრამ ამის რაც მითითებულია წყაროთ იმაში ეს არ წერია, ანუ არ იყო ეს ადამიანი ქოროღლი, ეს იყო რაღაცნაირად რაღაცა მექანიზმებით ალჟირში მოხვედრილი ადამიანი. ხა მისი წოდება ხოჯა როგორც წესი ნიშნავს ხოლმე გადამწერს ან აი რაღაც აი მწიგნობარ ადამიანს ნიშნავს და იმის გამო დაარქვეს, რომ წიგნების კითხვა უყვარდა თურმე ძალიან აი განსაკუთრებით რა. მე როდესაც ეს ფაშა გახდა, ამერიკელები იხსენებდნენ, რომ მასთან შევიდნენ იმაში, რა ქვია, დარბაზში და სანამ ტახტს მიუახლოვდებოდნენ, დაახლოებით რამდენიმე ესეთი თავმოჭრილ იმაზე, რა ქვია, ადამიანზე გადაბიჯება მოუხდათ და რომ მივიდნენ ესო, ესე ძალიან წყნარი სახითო.
გასისხლიანებული ხანჯალი გვერდზე და ხმალიო და წიგნს კითხულობდაო და ეს უკვე როგორ შეიძლება ადამიანმა ესეო თავები დააჭრასო ვიღაცებს რომ მე ეს დაჟე და წიგნი წაიკითხოსო აი ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი ამის გამო ეძახდნენ მას ალი ლოკოს ლოკო გიჟს ნიშნავს ასევე ფრანგულ წყაროებში მოხსენიებულია ალი მეგრელ ესე წერია პირდაპირ ეს თუ ქოროღლი იყო და არ იყო მთლიანად თქვა საქართველოსდან წამოსული ადამიანი ხო ეხლა მის აი კონკრეტულად ესე კუთხურად მეგრელობას არავინ იქ ხას არ გაუსვავდა იმიტომ რომ ის უკვე ადგილობრივი მის რა ქვია წევრი იქნებოდა საზოგადოების მაგრამ როგორც წესი ქოროღლებს ანუ აი დედი მამით თურქსა და დედით ადგილობრივს უფლება და შესაძლებლობა არ ექნებოდა რომ გამხდარიყო ალჟირის მმართველი ამიტომ ეს ნამდვილად იყო მთლიანად დედით და მამით ქართველი ადამიანი ხო 1808 წელს ცნობილია რომ ეს შევარდა მმართველის სასახლეში და მოკლა ერთ-ერთი ალჟირის ერთ-ერთი მმართველი ამის მერე ისევ არ ჩანს და გამოჩნდა ისევ 1817 წელს როცა მან კიდევ ერთხელ თავისი ხელით არა მაგრამ ისმა მინდევრებმა ასე ვთქვათ მოკლეს მომდევნო ალჟირის ფაშა იქ უკვე რის გამო და როგორ მოხდა ეს ყველაფერი ამაზე უკვე დროს აღარ წავიღებ, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი და ესეთი საინტერესო ისტორიებია. თვითონ გახდა ალჟირის მმართველი. ხა წერენ ფრანგები ასევე რომ მას უნდოდა რომ დინასტია ჩამოეყალიბებინო, ან მთლიანად შეცვალა ყველაფერი. მან დაიწყო თურქული გარნიზონის შევიწროება დაახლოებით 1200 თურქი ჯარისკაცი და 150 თურქი ოფიცერი ამოხოცა თავიდანვე აი მარცხენა მხარეს რომ სასახლე არის ეს არის ჯანინას სასახლე რომელიც დღემდე არსებობს იქ და ჯანინას სასახლიდან ესეთი 200 ჯორზე აკიდა მთელი საგანძური და გადაიტანა აი მთაზე სულ სხვა ადგილას გამაგრებულ ადგილას გადაიტანა თავისი სასახლე ზარბაზნები აატანინა რომელიც მიმართული იყო ისი რა ქვია ოსმალელი იანიჩარების იმისკენ გარნიზონისკენ და ადგილობრივი ზუავასტომის ცხენოსნები ასევე ქოროღლიები ჩართო არმიაში შეაიარაღა ისინი დაიყენა ასე ვთქვათ ცველებად გაანეიტალა თურქები გააყარა ისინი ალჟირიდან და რეალურად უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა მან კიდე ბევრი რაღაცები გააკეთა საინტერესო ადამიანი იყო ძალიან ისეთი რა ენერგიული იყო მეჩეთის აშენება შეძლო იქ ალკოჰოლი აკრძალა პროსტიტუცია აკრძალა სხვათა შორის რაც დიდი დარტყმა იყო როგორც ეთქობა თურქებისთვის და მათ ცოლად მოყვანა აღარ შეეძლოთ უკვე ადამიანების მარჯვენა მხარეზე თვითონ არის გამოსახული მაგრამ ეს უკვე 1840-ან 50-იან წლებში შექმნილი ის არის წარმოსახვით არის ხა ესეთი იყო თუ არ იყო არ ვიცი მაგრამ ნუ ასე ვთქვათ აი იმ სიტუაციას რომელიც თვითონ შექმნა საკმაოდ კარგად აღწერს რა თავები დააჭრა უამრავ ადამიანს თავისი ხელით ვიღაცებს კლავდა წინა მმართველის ministrები რამდენიმე დაიტოვა და დანარჩენებიო ეგრევე თავისი ხელით მოკლავ ანუ საკმაოდ დესპოტი იყო რა აი გიშს მაგიტო ეცავდნენ მაგრამ გიშს ეძახდნენ ყველა ადამიანს ვინც აი ოსმალურ წყობილებას სულთანს გადაუდგებოდა და საკუთარი რაღაცის შექმნას დაიწყებოდა. სწორედ ამიტომ ეძახდნენ მას გიშს. 1818 წლის მარტში გარდაიცვალა, ეპიდემია მოედო ამ დროს ალჟირს, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოკვდა, მათ შორის ესეც. ეს რო არ მომხდარიყო, ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა ალჟირის იმ პერიოდის ისტორია, ალბათ შეიძლებოდა მას რომ ჩამოეყალიბებინა თავისი დინასტია, შუაში იხედავთ ალბარანის მეჩეთი, რომელიც მან ააშენა, ესეთი ბიზანტიური სტილის პატარა მეჩეთი არის, რომელიც დღემდე არსებობს, ეგეც კათოლიკურ ეკლესიად გადააკეთეს და მანდარი ნაპოლეონ მესამე რო ჩავიდა ალჟირში, იმ ადგილას იყო მისული და აი გრავიურა. აქეთკენ რო ხედავთ ალჟირის პოსტერს და ქვევით მარკას, ეგ არის ალჟირელი მხატვარი იყო, ძალიან ცნობილი ალი ხოჯა. აი ამ ალი ხოჯას ერთ-ერთი შთამომავალი და აი სწორედ მისი დახატული არის ესეთი მნიშვნელოვანი ის არის რა ქვია ხატვარი იყო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა როგორც ხედავთ აი მარკებიც ქონა შექმნილი და პოსტერების და საკმაოდ დიდი გალერეა აქვს საგამოფენო ვისაც დაინტერესებს შეუძლიათ ინტერნეტში ძალიან მარტივად ნახოს მისი ნახატები
ისე საინტერესო ხალხი. ერთ-ერთი ის უნდა ვახსენოთ, რომ აი ხედავთ ჩვენ ახლა აი ამ ალჟირში, ტრიპოლში, ტუნისში და შემდეგ აი მამლუქების თვითნებობასა და თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ეს რამდენად მეტყველებს აი ამ პერიოდში მე-18-მე-19 საუკუნეებში ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებაზე პერიფერიებში იმპერიისა, ხო? იმიტომ რომ ოსმალეთი კი უზარმაზარი იმპერია ჩანს რუკაზე, მაგრამ ის ვერ ახდენდა ეფექტიან მართვას ყველა აი ამ უზარმაზარ სივრცეზე და შესაბამისად იქ მე ადგილობრივი მმართველები საკმაოდ დიდი ავტონომიით სარგებლობდნენ ხოლმე, ხო? აი ჩვენ წინა ეპიზოდში ეგვიპტეზეც რო ვილაპარაკეთ, იქაც ვახსენეთ, რომ ეგვიპტეს ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას ჯერ კიდევ ალი ბეის მმართველობის პერიოდში და შემდგომში რეალურად მუჰამედ ალი მოახერხა კიდევაც ამის გაკეთება, ხო? იქ კი არა ოსმალეთს აქეთ დაემუქრა საფრთხე, ეგვიპტეს რო არ დაეპყრო რამის და კი, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომ იმპერიები, ესეთი დიდი იმპერიები ძალიან უჭირთ ხოლმე ყოველთვის პერიფერიული სივრცეების კონტროლი, რომელზეც მაშინდელი საკომუნიკაციო საშუალებებით ვერ ხდება აი მუდმივი ზეწოლა, მუდმივი გაგზავნა ჯარებისა, გაგზავნა მოხელეებისა, ბიუროკრატიული სისტემის გამართვა და ასე შემდეგ, რაც მე იწვევს ხოლმე იმას, რომ აი თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალება აქვს და ეხლა ამ მამლუქებზე რასაც ხედავთ, ფაქტობრივად აი ნახევრად დამოუკიდებელ მდგომარეობაში არიან ისინი სულ ყველანი და ეგ კი არა ყირიმის ომში ტუნისი ცალკეც მოიხსენიებოდა საერთოდ ჩამონათვალში იმ ქვეყნებისა, რომელიც იბრძოდნენ ყირიმის ომში მაშინ რუსეთის წინააღმდეგ, ხო? კი ბატონო. ხო, მან როგორი ტენდენციაა, რომ აი მაგალითად 1812 წელს მოხდა ტუნისში იანიშების აჯანყება, ანუ თურქული გარნიზონის აჯანყება ჩაახშეს. 1811 წელს მუჰამედ ალიმ აიღო და აი მამლუქები ამოხოცა. აქ 1817 წელს დაიწყო ოსმალების შევიწროვება. თვითონ სტამბულშიც რამდენიმე სერიოზული და მძლავრი გამოსვლა ქონათ იანიშებს ამავე პერიოდში და იმისი ჩახშობაც მოხდა. ანუ მიმდინარეობს აი ძველი არმიის, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ახალ არმიად გარდაქმნის პერიოდი, აი ახალი საუკუნე მომდის და თითქოს აი მოძველებული რაღაცეების ის იწყება, რა მსხრევა იწყება. მაგრამ გარდა მაგისა, როგორც შენ ამბობ, მართალია ესენი გეოგრაფიულად დაშორებულები იყვნენ ეს საფაშოები და აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხო რეალურად ნახევრად დამოუკიდებელი იყო ტრიპოლიც, ტუნისიც, ალჟირიც, მაროკო საერთოდ დამოუკიდებელი იყო და თავისი მმართველობის პრინციპები და წესები ქონათ. ეხლა ისინი ფორმალურად ემორჩილებოდნენ რეალურად სულთანს, მისგან ფირმანი უნდა მიიღოთ. აი მაგალითად ჰასან ახალციხელმა 3 თუღრა მიიღო იმისგან, რა ქვია, სულთნისგან და ამის გამო ძალიან ამაყობდა რა. ანუ ეს თუღრა უნდა მიიღოთ რა იმისგან, რა ქვია, სულთნისგან და მოსასხამი. და ეს იყო აღიარება, რომ უკვე შენ შეგიძლია რომ მართო სულთნის ეს მიწა. მაგრამ რეალურად ხა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ქონათ, ხო, ხელშეკრულებებს აფორმებდნენ ევროპულ ქვეყნებთან. ხა თუ დამოუკიდებელი არ ახარ, როგორ შეიძლება ხელშეკრულება გააფორმოს სხვა ქვეყანამ შენთან, იმიტომ რომ შენ რეალურად არ არსებობ, ხო? ან შენ გააფორმოს სხვასთან. ანუ რეალურად ესენი ყოველთვის დამოუკიდებლები იყვნენ. მაგრამ ფორმალურად ითვლებოდნენ, რომ არიან ოსმალეთის ნაწილი რა. და ოსმალეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ აი საზღვაო ჯარით განსაკუთრებით. აი ტუნისმა მაგალითად სახმელეთოთიც დაეხმარა, აი ბათუმში იყვნენ ჩამოსულები. კეთილი. ხო, ქალებზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვით, ეხლა მართალია კონკრეტული სახელები და შემთხვევები ესე არ ვიცით ქალების შესახებ. მარცხენა მხარეს არის დელაკრუას ნახატი არის დელაკრუა ალჟირში ესე ძალიან დაინტერესებული იყო მთელი სერიები აქვს ამ ალჟირის ჰარემების და ამავე პერიოდში რამდენიმე ქართველია უბრალოდ სახელებით არ არის მოხსენიებული, ვიცით რომ მაგალითად რამდენიმე ერთ მმართველს ყავდა 10 ქართველი საჩუქრად უგზავნიდა პროვინციების გამგებლებს ქართველ მონებს კიდევ ერთზე არის თქვათ რომ ქართველი დიდებულების შთამომავალი იყო ხადიჯა ვინმე ქალი, რომელსაც სხვა ინფორმაცია არ არის. ერთი ფრანგი ის იყო, რა ქვია, ადმინისტრატორი იყო და დიპლომატი სერიოზული ფრანგი ლეონ როშე, რომელიც იქ შეყვარებული იყო ამ ვიღაცა ქართველ ქალში, რომლის ისინი წინაპრები იყვნენ ქართველი პრინცებიო, ესე უწერია.
ნუ ის ხალი, რა თქმა უნდა, ცოლი იყო ვიღაცის, ეს არაფერი აქედან არ გამოვიდა, ეს ახალგაზრდა თავქარიანი ფრანგი ოფიცერი იყო იმ პერიოდში, მაგრამ ნუ ეთყობა იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ რაღაცნაირად აი მის მემუარებში შემორჩა. ერთი საინტერესო მომენტი არის კიდევ, ესეთი მხატვრული ნაწარმოებია ფრანგი ანონიმის, რომელიც ყვება ატლასის მთებში, როგორ გაიცნო ვიღაცა არაბი და ის არაბი უყვება თავის დედის თავგადასავალს. ეს დედა ყოფილა თბილისელი გრიგორინელა, ესე თუ გრიგონელა, ესე ერქვა, რომელიც ეთყობა სომეხი იყო ეს გოგონა. და იმაზე რა ქვია, არარატის თასთან წავიდნენ პილიგრიმზე ოჯახთან ერთად. და სწორედ აი ამ მთის ძირში, იმეებმა რა ქვია, ტყვით ტყის ყიდველებმა გაიტაცეს ეს პატარა გოგონა და საბოლოო ჯამში ალჟირში ჩაიყვანეს და მე იქ გათხოვდა. ხა ეს მხატვრული ნაწარმოებია საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტი არის, იმიტომ რომ ესე დეტალურად რო აი თბილისელი იყოს, სახელი იყოს, მარშრუტი მისი მოგზაურობის და რაღაცა, მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი ისტორიაა, რომელიც მე აი მხატვრულ ნაწარმოებში რაღაცნაირად შევიდა, თორე გამოგონილი ვერ იქნება. ანუ ესეთი ისტორიები როგორც ეთქობა ბევრი იყო, მაგრამ როგორც წესი ჰარემის ისტორიები გარეთ არ გამოდიოდა. იქ ევროპელები ვერ შედიოდნენ, ერთი პატარა გამონაკლისია და ამაზე ტუნისის ნაწილში კი ტრიპოლის ნაწილში ვისაუბრებ. დანარჩენებზე ფაქტობრივად არაფერი არ ვიცით. არის რაღაც ნახატები, რომელზეც მე ხელში ვერაფრით ვერ ჩავიგდე. ლანგლუა იყო ეგეთი ფრანგი მხატვარი, რომელიც ალჟირში იყო 1840-იან წლებში და იქ დახატა ქართველი ქალი მადამ ტე, ესე ტ წერია. აი მადამ ტეს პორტრეტი არის და ეს პორტრეტი ვერაფრით ვერ მოვიძიე ინტერნეტში, არსად არ არის. აი რაღაც ეგეთი ფრაგმენტული ისტორიებია, მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ ალჟირში ქართველი ქალები იყვნენ. ყველაზე კარგი წყარო ამ კი და ცნობა ის არის, აი მაგალითად ტუნისის მმართველებმა ალჟირში იქორწინეს, ანუ იქორწინეს რა, ნუ ცოლად მოიყვანეს ალჟირში მყოფი ქართველი ტყვეების სამი ერთმა და ერთმა კიდევ ერთი ქალი, რომლებიც მერე გახდნენ ერთ-ერთი მათგანი იყო ტუნისის მომავალი მმართველების დედა მაჰბუბა. და ამაზე წინა ეპიზოდში მაქვს ასე ვთქვათ ვისაუბრეთ. ამითი დავასრულოთ ალჟირზე საუბარი, აქ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პატარა დეტალი რომელიც სულ მახსენდება, მაგრამ გამომრჩა და შეგვიძლია გადავიდეთ ტრიპოლიზე, რომელიც უფრო ესეთი პატარა და ესეთი პატარა საფაშო არის. ტრიპოლი ზუსტად არის ეგვიპტისა და ტუნის შორის. ერთი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი იყო მისი რა ქვია მეკობრეობის. ოსმალური საფაშო არის მე-16 საუკუნიდან, აქ 1670-იან წლებში ერთი ფაშაც კი იყო, რომელიც იყო აჰმედ აბაზა ფაშა, თუ არ ვცდები აჰმედი ერქვა, ანუ აფხაზი იყო. რაც იმაზე მეტყველებს, რომ კავკასიელები აქ ასე რაღაცნაირად, რაღაცა გზებით აქაც შემოდიოდნენ. მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ ჰასანს, რომელიც ასევე იყო ტრიპოლის ბეი. მმართველობის სისტემა იგივე იყო, თუმცა აქ იყო ასე ვთქვათ დინასტიური მმართველობა, კარამანლი იყო ეგეთი ოჯახი, რომელიც მართავდა ტრიპოლის საფაშოს და რეალურად მათ ხელში იყო ადგილობრივი იანიჩრების გარნიზონი, ასევე რენეგატები, რომელსაც იმ პერიოდში შემოდიოდნენ ტრიპოლიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მეკობრეობის გზით შემოყვანილი ადამიანები და ასევე მცირე რაოდენობით ხედავთ სტამბოლიდან შემოყვანილ მონებს, ბერძნებს, ქართველებს. ქართველები ტრიპოლიში როგორც წესი ყოველთვის ჰქონდათ ხოლმე კურჯი ან ქურჯი, ესე ეწერათ, ან გურჯი. ვინც კი ქართველია, ყველას გურჯი ეწერათ. შეიძლება ვიღაცებს არც ეწერათ, მაგრამ უმეტესობას უწერიათ და დღემდე არის სხვათა შორის ეს გურჯის სახელი ტრიპოლთან ასოცირებული და ამაზეც მოგიყვებით. პირველი რაც ვნახე ესეთი ქართველების შესახებ არის აი ეს მადრასათ ალ-ქათიბ, რომელიც არის ტრიპოლიში პირველი ბიბლიოთეკა, ეს კაცი იყო ბიბლიოთეკარი და თვითონ ეს ადამიანი 1860-70-იან წლებში აი ეს მადრასა და მეჩეთი ააშენა, თუმცა მისი ბაბუა აბდალა გურჯი, რომელიც ვერაფრით ვერ გავიგე ვინ იყო, იმიტომ რომ ესე წყაროებში არსად არ ჩანს
ეს ადამიანი იყო ქართველი, აბდალა გურჯი და მან მისი შვილი იყო კაიდი, ანუ მართველი იყო ქალაქის. ეს ოჯახი როგორც ეთყობა იყო დაწინაურებული და ტრიპოლის საფაშოს მმართველობასთან საკმაოდ ახლოს მყოფი ადამიანები იყვნენ. ნუ ეს კონკრეტული იყო წიგნების მოყვარული, მის ბიბლიოთეკა დღემდე არსებობს და ითვლება რომ პირველი ბიბლიოთეკა ტრიპოლიში. ამის შემდეგ უკვე ხედავთ ქართულ დიპლომატებს, რომლებიც ტრიპოლიში მოღვაწეობენ. 1770-იან წლებში არიან ეს ქართველი დიპლომატები. ერთი იყო ჰასან გურჯი, რომელიც ვენეციაში დაინიშნა ტრიპოლის ელჩად 1770 წელს, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის, დაინიშნა თუ არ დაინიშნა, იმიტომ რომ მე შეიცვალაო და თითქოს უნდა წაიყვანოს, მაგრამ აღარ წავიდა გაურკვეველი ისტორია, ანუ ადამიანი არსებობდა დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, ვიცით. და მეორე, რომელიც მნიშვნელოვანია, არის იბრაჰიმ გურჯი აღა. ის ბრიტანეთში იყო ტრიპოლის ელჩი, 1773 წელს ჩავიდა, მეფესაც შეხვდა, მარჯვენა მხარეს ის არ არის, მაგრამ იმავე მეფეს ხვდება მისი რა ქვია, ოსმალეთის ელჩი და ალბათ ნუ დაახლოებით რაღაც იგივე სიტუაცია იქნებოდა იქაც. ეს ადამიანი იქ ჩავიდა, ჩაიყვანა, საჩუქრად ჩაუტანა არაბული ცხენები და ჯორები მეფეს. რაღაც რამდენიმე თვე იყო ინგლისში, იქ პრესაშიც მოხვდა მის შესახებ ინფორმაცია და მე ოჯახთან ერთად გამობრუნდა ისევ ტრიპოლიში. სამწუხაროდ აი ამ ორ დიპლომატის შესახებ სხვა წყაროებიდან, მათ შორის ტრიპოლიში არსებული წყაროებიდან ვერაფერი ვერ ვნახე. აი მარტო ეს ორი პატარა ცნობა არის. ერთი არის ვენეციური არქივებიდან და მეორე არის ბრიტანული პრესიდან. ისე რომ დაუბრუნდეთ და გავიხსენოთ ალჟირის საფაშო, ალჟირზე ვთქვი, რომ იქ იყო ვაქილა ხარიჯი, რომელიც იყო ჰასან ახალციხელის პერიოდში ალჟირის საზღვაო მინისტრი, რომელიც მე ჰასანმა გააგდო იმიდან, რა ქვია, ალჟირიდან დაუმორჩილებლობის გამო. ამ კაცს ბევრი სხვადასხვა სახელები აქვს, ერთ-ერთი მათგანი არის ალი ბურღული. ბურღული, ნუ ბურღულეული რაც არის და ფრანგები ამბობენ, რომ ეს იმის გამო ერქვა, რომ თავის მეკობრეებს მარტო ბურღულს აჭმევდა რა. მოკლედ ეს ადამიანი ალჟირიდან მიდის, როგორც ეთქობა ეგვიპტეში, და იქ რაღაცნაირად უკავშირდება მურად ბეის, რომელიც ასევე ქართველი იყო, აი მურადის დაჯგუფებასთან იყო ახლო ეს ალი. მერე მიდის მექა და მედინას მოსალოდსა და თავის ქონებას იქ ვიღაცა ერთ-ერთ ქაშიფს, ანუ ერთ-ერთი რეგიონის მმართველს, როგორც ეთქობა ასევე ქართველს რადვანს უტოვებს, უკან ბრუნდება და მერე უკვე მიდის სტამბულში, სადაც მისი ძმა სიდი ალი არის ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანია, მარჯვენა ხელი არის ადმირალის და ისე დაწინაურებული ადამიანია, deep state-ია ოსმალეთის და შეუულია ბევრი რაღაცების გაკეთება. ამ პერიოდში ტრიპოლიში იყო მოხუცებული აჰმედ ფაშა, რომელიც უკვე ყველას ყელში ქონა ამოსული მისი რაღაც გადაუწყვეტელობა, უმოქმედობა, მისი შვილები ძალიან ისეთი ხიფათიანი ადამიანები იყვნენ, ერთმა შვილმა მეორე მოკლა, იმიტომ რომ თვითონ უნდოდა რომ ფაშა გამხდარი იყო. მოკლედ ძალიან არეული სიტუაცია და სტამბულმა გადაწყვიტა რომ მოდი დავამყაროთ პირდაპირ მმართველობა ტრიპოლიში. ალი ბურღული გამოიგზავნა ტრიპოლიში 9 გემით და როგორც წერია, ბერძნული, იტალიური და ბერძნული და იტალიური და ალბათ ოსმალელი ჯარისკაცების თანხლებით. ისინი შევიდნენ ტრიპოლი დაიკავეს, გაყარეს ყარამანის ოჯახი ტრიპოლიდან, ისინი გაიქცნენ ტუნისში და დაამყარეს მმართველობა. ისეთი პირდაპირ მმართველობა, თუმცა ალი იყო ძალიან დესპოტი ადამიანი იყო, იქ ებრაელი იმისი რა ქვია, რაბინის ჩანაწერებია, განსაკუთრებით ემტერებოდა ებრაულ თემს. რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვა იმაზე რა ქვია, კოცონზე, იმის გამო რომ გამოსასყიდი მიეცათ მისთვის. მოკლედ ატერორებდა ყველას, ძალიან ცუდად ექცეოდა ადგილობრივ მოსახლეებს, ძალიან ცუდად მოექცა ასევე მეზობლებს, ტუნისელებს და მიუხედავად იმისა, რომ ხარდაჭერაც ქონდა დიპლომატების თავიდან,
ხო, ოსმალეთიდან ხარდაჭერა ქონდა, ასე ვთქვათ, ფულით შეიტანა, აი ვერაფრით ვერ გაიმაგრა ფეხი, რომ ტრიპოლიში გაჩერებულიყო და საბოლოო ჯამში ტუნისის ფაშამ, ჰამუდა ფაშამ, რომელიც დედით ქართველი იყო, ტრიპოლიში გამოვაგზავნა ქართველი მამლუქი იყო ერთი მუსტაფა თუ არ ვცდები, მუსტაფას ხელმძღვანელობით არმია გამოვაგზავნა 2000 კაციანი, მათ შორის 25 მამლუქიც იყო და ამათმა გაყარეს ტრიპოლიდან ალი ბურღული და იქ ისევ აღადგინეს ყარამანის დინასტია. ალი წავიდა ეგვიპტეში, ისევ მივიდა მურად ბეისთან, რაღაცა პერიოდი იქ ტრიალებს, მე პირამიდების ბრძოლაშიც მიიღო მან მონაწილეობა. ამის შემდეგ ის უკვე ზემო ეგვიპტეში გაიქცა და იქიდან უკვე გადავიდა სირიაში. სირიაში დაუკავშირდა ზიაუდინ ფაშას, რომელიც ასევე ქართველი იყო და იყო ოსმალეთის დიდვეზირი ამ პერიოდში და ჩაერთო უკვე ფრანგების წინააღმდეგ ოპერაციებში სირიიდან. აქვე ვხედავთ უკვე მის ძმას სიდიალის, რომელიც უკვე ალექსანდრიაში შემოვიდა ოსმალურ, ინგლისურ არმიასთან ერთად. იქ ძალიან ისეთი გაურკვეველი სიტუაცია მნიშვნელოვანია, რომ აი ოსმალები ვინც არიან, ძალიან ბევრი ადამიანი იქ აი ესეთ ხელმძღვანელობაში ქართველები, რომლებიც აშვებიან, რა ქვია, ფრანგების წინააღმდეგ იბრძვიან. და ალი ინიშნება უკვე ალჟირში, ეგვიპტეში ოსმალეთის ფაშად. ალი ბურღული. მაგრამ 1803 წელს დაინიშნა, 1804 წელს აი მუჰამედ ალის რაღაცა ინტრიგების გამო ღამე ჯარისკაცებმა ის და მისი ნათესავი, ესე წერია პირდაპირ ჰასან ბეი, ეთყობა რაღაცა ნათესავიც სადღაც გამონახა და ისიც ჩაიყვანა მის მოადგილედ, ეს ორი ადამიანი მოკლეს. აი ამით დამთავრდა მოკლედ ამ ალი ბურღულის თუ ალი ტარაბულუსის ამბავი, ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ძალიან ნიჭიერი, საქმიანი, მაგრამ ესეთი წარუმატებლობას თან დაძდევდა მას ყველგან. ეხლა ისე რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ტრიპოლის ამბებს, ტრიპოლიში უკვე ამ დროს ვხედავთ იუსუფ ფაშას და აჰმედ ფაშას. ესენი არიან ორი ძმა, რომელიც ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთს მეორეს მოკლა უნდოდა. საბოლოო ჯამში ტრიპოლი ვერ გაიყვეს, უმცროსმა ძმამ აჰმედმა იუსუფი ქვეყნიდან გააძევა და ამავე პერიოდში ამერიკასთან რაღაცა კონფლიქტები წარმოიშვა. ხა ამერიკა უკვე ის არის რომ მოძლიერებულია, ამერიკა გაკვეთილი გამოიტანა იქიდან რომ თუ გინდა მეკობრეებთან და ხმელთაშუა ზღვაში ზოგადად რაიმე სიტყვა გეთქმოდეს, უნდა ყავდეს შენი ფლოტი და რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ძლიერი ხომალდი ააგო. ერთ-ერთი მათგანი იყო ფილადელფია, რომელიც იყო სიდიდით მეორე ამერიკულ ფლოტში და დაიწყო იმ პერიოდში ტრიპოლისთან, ასე ვთქვათ, ტრიპოლის პორტის ბლოკადა. აი ამ ბლოკადის დროს 1803 წელს იმაზე რა ქვია ეს აემხელა ხომალდი შემთხვევით გაიჭედა ტრიპოლის პორტიდან 3 მილის მოშორებით რაღაცა იმაზე მეჩეთზე. რა არქნეს ამერიკელმა მეზღვაურებმა რომ გადაერჩინათ რაღაც ზარბაზნები გადააგდეს, ამუნიცია გადააგდეს, ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით ვერ ძრავერ უქნეს ამ ხომალდს. და იძულებულები გახდნენ რომ დანებებოდნენ. ფილადელფია თავისი 300 მეზღვაურით აემხელა გემი, წარმოიდგინე უცბად აღმოჩნდა ტრიპოლის ტყვეობაში. ნუ თავზარდამცემი იყო ამერიკისთვის ეს, იმიტომ რომ სულ სხვა მოლოდინები ქონდა და სულ სხვა რაღაცა მოხდა. და წყაროებში ესე წერია, თვითონ ისინი იძახიან, რა ქვია, ტრიპოლელი ისტორიკოსები, რომ პირველი ადამიანი, ვინც ფილადელფიაზე აიჭრა და ისინი დაატყვევა მათი ოფიცრობა, იყო ვინმე მუსტაფა. და ტრიპოლელი ფიქრობენ, რომ ეს იყო მუსტაფა გურჯი, რომელიც იყო ქართველი რომელზეც ცოტა ხანში ასევე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ. წამოიყვანეს მოკლედ ეს აემხელა გემი, იმაში რა ქვია ტრიპოლიში, ხო მუსტაფა იყო აი ამ პატარა ხომალდზე, რომელსაც ერქვა მასტიკო.
მისტიკო ერქვა და მე მასტიკოთ გადააკეთეს ტრიპოლელებმა. ეს იყო ხომალდი, რომელიც საფრანგეთმა გამოიყენა ეგვიპტის კამპანიის მსვლელობისას. ერთ-ერთი მათი ხომალდი იყო. მე როგორც ეთქობა ტრიპოლელებს ჩაუვარდათ ხელში ამ ფრანგებმა გადასცეს ან მიყიდეს და ამისი რა ქვია კაპიტანი გახდა მუსტაფა. ამერიკელებს ამ მუსტაფაზე უწერიათ რომ ესო კანდიადან იყო, ანუ კრეტის ერთ-ერთი ქალაქიდან. მაგრამ როგორც ეთქობა, მაინც იყო ეს ქართველი მუსტაფა გურჯი. მოკლედ, ეს მუსტაფა გურჯი ფილადელფიის დატყვევების შემდეგ ტრიპოლიდან მიემგზავრება სტამბულში. ამერიკელებმა ის დააკავეს გზაში, გადაიყვანეს სირაკუზაში, გამოკითხვა, რა თქმა უნდა, გამოკითხეს ხამან რა უთხრა, სიმართლე უთხრა თვითონ ვინ იყო თუ არ იყო, არ ვიცით და 1805 წლამდე დაატყვევეს, იტალიაში იყო ეს მუსტაფა დატყვევებული. ეს გემი, რა ქვია, მასტიკო ამერიკელებმა გადაარქვეს მას სახელი, დაარქვეს ინტერპრეტი და ამ გემით შეიპარნენ იმაში, რა ქვია, ისევ ტრიპოლიში, სადაც უკვე ეს აემხელა ფილადელფია იყო და დაწვეს ეს გემი და აი ეს ის რა ქვია, აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, ვისაც დაინტერესებს ინტერნეტში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცები წერიან ამის შესახებ და დღემდე ძალიან ამაყობენ ამერიკელები. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ, ნახოთ, მოდ ქართველიც იყო ამ ამბებში გარეული. კიდევ ერთი ქართველი იყო გარეული ამ ამბებში, აი ამერიკელებმა პირველი ესეთი სახმელეთო ოპერაცია პარალელურად დაიწყეს ტრიპოლის წინააღმდეგ. მამლუქები, ოსმალები და დაახლოებით 12 ამერიკელი ჯარისკაცი ეს ხმელეთით გაემგზავრნენ ქალაქ დერნაში, რომელიც უკვე ტრიპოლის საფაშოში იყო და ამ დერნადან აპირებდნენ ისინი უკვე ტრიპოლიზე თავდასხმას, თუმცა მე უკვე ხელშეკრულება დაიდო. ამ ყველა აი ამ პატარა ექსპედიციის თავკაცი იყო ამერიკელი და მისი იდეა იყო, რომ ტრიპოლიში იუსუფ ფაშა, რომელიც იყო აჰმედ ფაშას ძმა, ანუ განდევნილი ადამიანი, ის უნდა დაებრუნებინათ, ანუ სახელმწიფო გატრიალება უნდა მომხდარიყო რეალურად ტრიპოლიში. და ამ სახელმწიფო გატრიალების კანდიდატი ვინც იყო შერჩეული, იმისი მომლაპარაკებელი იყო ასევე კიდევ ერთი ქართველი. ჰამედ გურჯი ესე წერია, რომელიც ამერიკელებს ტუნისში შეხვდა, მისი დაწერილი აფიდავიტი დღემდე არსებობს, ანუ აი მოლაპარაკებებში ვინც იყო წარმომადგენელი აი ამ გადატრიალების თავკაცისა იყო ქართველი მონა. მის შესახებ კიდე სხვა ინფორმაცია, სამწუხაროდ სხვა არაფერი არ არის, მაგრამ ნუ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელების მხარეზეც იყო ერთი ქართველი და ტრიპოლელების მხარეზეც იყო კიდე მეორე ქართველი. ხა ეს მეორე ქართველი, ვინც ტრიპოლელების მხარეზე იყო, როგორც თქვი, დაატყვევეს 1811 წელს. ხო, ეს დატყვევების ამბავი არის, ამერიკელები აიჭრნენ ამ იმაზე რა ქვია ფილადელფიაზე დაწვეს ის და ნუ აი ეს მართლა ესეთი ჰეროიკული და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ამერიკის ისტორიისთვის დღემდე. აი ამერიკელი ფეხოსნები, რომელთაც სხვათა შორის ამ ოპერაციის გამო დღემდე ატარებენ მამლუქის ხმალიართ მათ საპარადო აი პარად სააღლუმო ხმალი რაც არის მამლუქის ტიპის ხმალი დღემდე ატარებენ. აი მათი ჰიმნი რაც არის ხო ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების დღემდე არის ამაში ტექსტი რომ აი ისე ქვია ტრიპოლის მოკლედ აი ტრიპოლის ამბებზე დღემდე მღერიან ამ ჰიმნში. მუსტაფა გურჯი იყო ქართველი რომელიც სტამბულში შეიძინეს და ჩაიყვანეს ტრიპოლიში. ის ჩაიყვანეს ტრიპოლიში კიდევ ერთ სავარაუდოდ ქართველთან ერთად, რომელსაც სელიმი ერქვა. თუმცა ამ სელიმზე ფრანგებს უწევდათ, რომ სელიმი გურჯიო კი ეწერებოდა, მაგრამ გურჯი იმიტომ იყო, რომ მამამის გიორგიო ერქვა და თვითონ ბერძენი იყო. შანსი არის, რომ მამის სახელი დაეტოვებინათ იმ პერიოდში ვინმესთვის. და გურჯი ვინც იყო, ქართველი იყო ცალსახად იქ აი მამის სახელით არავინ არ გადიოდა, მით უმეტეს ქრისტიანი მამის სახელი რო ქონდა, იქ არავის არ დაუტოვებდნენ. მამის სახელით აბდალაჰი იწერებოდა ყოველთვის რა, არ ვიცით ვინ არისო. მუსტაფა ჩავიდა, გახდა ტრიპოლის საზღვაო იმის რა ქვია პორტის უფროსი, ანუ აი მთელი
პორტის გამგეობა, აი ეს ხარჯები, რომელიც გადიოდა, შემოდიოდა, გადასახადები და ასე შემდეგ იყო მის ხელში აღმოჩნდა. მესამე იყო მნიშვნელობით ეს ადამიანი ტრიპოლის საფაშოში. ფაშამ მასაც და ამ სელიმსაც თავისი შვილები მიათხოვა ცოლად და ეს კაცი მთელი ცხოვრება იმაში რა ქვია ფლოტში მსახურობდა, იყო ზღვაოსანი, ასევე იყო რეფორმატორი, ადმინისტრატორი, ააშენა გაამაგრა ტრიპოლის რა ქვია იმას პორტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა არის ააშენა მეჩეთი, რომელიც ტრიპოლის, ასე ვთქვათ, ის არის რა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი არის დღემდე არის შემორჩენილი გურჯი ტრიპოლი, რომ მონახოთ ინტერნეტში, ამოიღებს ძალიან ბევრ საინტერესო ფოტოს, რომელიც დღემდე არსებობს ეს მეჩეთი 1831 წელს დასრულდა მისი შენებლობა. ეს მეჩეთი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ფულზეც არის დატანილი, მარკებზეც არის დატანილი, ტურისტულ ცნობარებში ყველგან შეგიძლიათ მონახოთ. ზუსტად როდის გარდაიცვალა ცნობილი არ არის, თუმცა ეს არის მისი საფლავის ფოტო. სამწუხარო ამბავია, რომ 2011-12 წლებში ეს საფლავები განადგურდა, იქ სამოქალაქო ომის პერიოდში რატომღაც შევიდნენ და ესენი დალეწეს და არა მარტო ეს ბევრი სხვა რაღაცა, აქ მისი ოჯახის წევრების საფლავებიც იყო. მუსტაფამ მერე როდესაც მოხდა ტრიპოლის საფაშოს ოკუპაცია ოსმალების მიერ, მათთანაც მსახურობდა, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ტრიპოლის იმ პერიოდის ტრიპოლის პოლიტიკაში, ის როგორც წესი რაღაცა შუალედური პოზიციით გამოირჩეოდა, ოსმალებიც ენდობოდნენ და ადგილობრივებიც ენდობოდნენ და აი მოლაპარაკებებში ძალიან ისე მონაწილეობდა. იყო ძალიან დიდარი ადამიანი, აი ამდენიმე წიგნი არის აღწერა თუ რა ეკუთვნოდა მუსტაფა გურჯის, ძალიან ბევრი ის ქონდა რა ქვია კომერციული ინტერესის მქონე ნაგებობები ქონდა ტრიპოლის ქალაქში და მის გარეთაც. და დასაფლავდა აქ ზუსტად გარდაცვალების წელი არ ვიცი 1254 წელი არის ბოლო, როდესაც მოიხსენიება მისი სახელი, ამის შემდეგ უკვე აღარ ჩანს. სავარაუდოდ 50 წლამდე გარდაიცვალა. და მისი შვილიშვილები და შთამომავლობა დღემდე არსებობს ტრიპოლიში, ხანდახან რაღაც YouTube-ზე ერთი ორი ინტერვიუც მაგრამ ნახე მისი შვილიშვილების ამ მეჩეთის შესახებ ლაპარაკობენ. და ზოგადად ტრიპოლიში აი ეს გურჯის გვარი ძალიან გავრცელებულია. ძალიან მოკლედ ასევე გეტყვით ტრიპოლიში მოხვედრილ ქალების შესახებ, იქ ჰარემში ქალები იყვნენ. ამის შესახებ არაერთი ცნობარი, მაგრამ ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის 1790-იან წლებში ტრიპოლიში იყო ბრიტანელი დიპლომატი თული, აი იმ თულის ან ცოლის, ან დის, ან აი ვიღაცა ქალი ნათესავის მიერ არის მოგონებები დაწერილი. და ამ მოგონებებში ხედავთ ეგეთ ისტორიას, რომ მარცხენა მხარეს რო ხედავთ, ის არის აბდალ-რაჰმან აღა, რომელიც იყო ტრიპოლის ელჩი შვედეთში, ბრიტანეთში და ასე შემდეგ ვენეციაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იმპერიის ტრიპოლის და მან ცოლად მოიყვანა ქართველი მონა, რომელსაც ამნანი ერქვა, ბრიტანელები როგორც იცახენ, ტრიპოლელები ამბობენ, ეს ამნანი არასწორად არის დაწერილი, მანანი უნდა იყოსო. მანანი არისო მისი სახელი, შეიძლება მანანაც კი ერქვა. აი ეს გამოვიდა. ხო. მანანი და მისი და გაყიდა მამამ, აი აქ მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ ესეთი ლითოგრაფია არის და ეს ფოტო როცა დაიდო ინტერნეტში ძალიან აღშფოთებული იყო ყველა, რომ როგორ შეიძლება რომ მამასო ქართველი მამაო ბავშვს არ გაყიდდაო, შანსი არ არის ეგ მომხდარიყო თან შეხედეთო ქართველს არ გავსო ესო. ამბავი ეგრე არის, მამამ ეს გოგო გაზარდა, ასწავლა ხატვა, ცეკვა, სავარაუდოდ რაღაცა ენები და ის და მისი და წაიყვანა ლევანტში, ანუ თურქეთში და მიყიდა ამ აბდალ-რაჰმანს, რომელიც იქ იყო ჩასული ცოლის მოსაძებნად იმ პერიოდში. ხა, სულიად დასაშვები არის იმის გამო, რომ ამ პერიოდში, ანუ
780-იან, 70-იან, 80-იან წლებში ხო იმდენად რთული ვითარება იყო საქართველოში ზოგადად, რომ ამ გოგონებს ვიღაცა მაინც მოიტაცებდა. აი, შანსი არ იყო, რომ რაღაცნაირად გადარჩენილიყვნენ რა. ან შიმშილით მოკვდებოდნენ, ან ვინმე მოიტაცებდა, ან რაღაცა შემოსევის დროს მოკლავდნენ. ამიტომ ამ კაცს მეტყობა თვითონ გადაწყვიტა ესე, რომ ესე ჯობდა, რომ თვითონ ცოდნოდა ვისთან იქნებოდნენ, კავშირი იქნებოდა შენარჩუნებული ამ თავისუფლებთან და კავშირი შეინარჩუნა. წერილებს იწერებოდნენ ეს გოგონები, მე თავისი ძმას ჩაიყვანეს თავისთან. ძალიან კარგად გაათხოვა, ასე ვთქვათ რა, აი, კარგ ოჯახში მოხდა. ესეთი შეძლებული ადამიანები იყვნენ ტრიპოლიში, ეს ცნობილი დიპლომატი. და ამ გოგონას ესეთი ისტორია იმდენად პოპულარული გახდა, რომ მე პოემაც კი დაიწერა, 100 რაღაცა გვერდიანი პოემა არის ბრიტანული, ელიზაბეთ ტომასმა დაწერა მის შესახებ, ესე ლექსად არის ნათქვამი მთელი ეს ამბავი ამ გოგონების თავგადასავალი. თვითონ აბდურაჰმანი, როდესაც ბრიტანეთში იყო ჩასული, დაახატინა ნახატი თავისი ცოლის. ანუ ეს ალბათ უფრო მიმსგავსებულია ცოლის და იმის დის. ვიდრე რამე სხვა, იმიტომ რომ თვითონ მხატვართან იყო და იმ მხატვარმა თვითონ დახატა აბდურაჰმანი და აღწერით რომ დავხატეო მისი ცოლებიც, ანუ აუწერა დაახლოებით როგორები იყვნენ. აი ეს არიან მანანი და მისი და. ხო, ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია იყო, როგორც მინიმუმ ორი სხვადასხვა ლითოგრაფია არის შექმნილი ამ ქალის შესახებ, მისი თავგადასავალი ესეთი ინსპირაცია გახდა და ერთი დიდი პოემაც ხო დაიწერა, მაგრამ ცალკეული ლექსებიც არსებობს და რაღაცა მხატვრული ლიტერატურაში შესული. ინგლისში იყო განსაკუთრებით პოპულარული ეს ამბავი და ნუ დღემდე ტრიპოლელები თქვა თუ უნდათ ჰარემზე ან ადგილობრივ ქალებზე რაღაცის დაწერა თქვა აი ამ ქალის მაგალითი ხშირად მოყავთ ხოლმე. ეს თვითონ ესეთ რაღაცას ყვებოდა რომ ჩვენ მეო ანუ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის ეს ბრიტანელი მოგზაური, იმიტომ რომ წერია რომ ბერძენი იყო ეს ქალი. მე ვფიქრობ რომ ბერძენი იყო სარწმუნოებით, იმიტომ რომ საქართველოს უწერია. და ესეთი რაღაცა უწერია რომ ჩვენ ქვეყანაში რომ ვაზიო, ან ყურძანიო ისე ამოდისო რომ მაინდამაინც დიდი მოვლა არ გჭირდებაო და ნახევარსაც კი არ ვიყენებთო იმისიო რაც მოსავალი მოდისო და ჩემი ქვეყანა ვარიო, ან ძალიან ენატრებოდა ეთყობა ეს თავის სამშობლო რა. და რაც მნიშვნელოვანია, ფულს უგზავნიდა თავისუფლებს, იქიდან წერილებსაც იღებდა, ანუ ერთადერთი დადასტურებული წყარო არის იმისა, რომ მიმოწერა ქონა თავის ოჯახთან. სავარაუდოდ სხვებსაც ექნებოდა მსგავსი შანსი. ქალს თუ ქონა ჰარემიდან იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახთან კავშირი დაემყარებინა და ვიღაცები თავისთან ჩამოეყვანა, კაცებს მით უმეტეს ექნებოდათ ამის შესაძლებლობა თუ ამ იმას საქვია, თუ თავის ქვეყანასთან რაღაცა ხელმოსაკიდი ქონდათ შენარჩუნებული. ხო, ძირითადად მე მგონი სულ ეს არის, ამითი დავასრულეთ საუბარი ტრიპოლისიც. ხო, მე მგონი განსხვავებით ხა თუნდაც ტუნისისგან აი აქ უფრო მეტი ინფორმაცია იყო ინდივიდებზე თვითონ, აი ადამიანების ბიოგრაფიებზე რა, უფრო ისე დეტალური იყო. ხა იქ ქონდა რამდენიმე შემთხვევა რაშიდი, მაგალითად გენერალი რაშიდი, ხო, მაგრამ აი აქ უფრო რაღაცა ინდივიდუალიზმი გამოსჭიოდა ამ ადამიანებში. იმასაც ქონდა, მაგრამ აღარ დავიხარჯე, იმიტომ რომ ძალიან გრძელი გამოვიდოდა მაშინ. ხო, ნუ ძალიან საინტერესო ხალხი გამოდგა ესენი ყველანი როგორც ჩანს, იმიტომ რომ ჯერჯერთი თავიანთი მეტსახელებით, ხასიათით, ბუნებით, აი ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან თითქოს ესენი ყველანი, თუნდაც აი ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო ის, რომ მამლუქი რომელიც ბევრს კითხულობდა, მაგრამ ხან თავებსაც აჭრიდა ხალხს, ხო? რაღაცა საინტერესო და მე წიგნს იღებდა და კითხულობდა. ერთის გამახსენდა ამაზე თადეუშ კრუშინსკის ცნობები რომ არის რომ იქ აქვს ვახტანგ მე-6-ზე რომ ვახტანგ მე-6-ზე ესე ფეხმორთქმით იჯდაო იმაზე ხალიჩაზეო ყავას სვამდაო თანო და მოუტანესო ვიღაცების თავის მოკვეთის ისე ბრძანებები და ამანო თვალიც არ დაუხანხავებია ისე მოაწერაო ამაზე ხელიო და მე ესე ყავისმა გააგზელაო რაღაცა ის ისტორია გამახსენდა რომ ეს მაშინ ირანში იყო ესიც რა თვითონ ვახტანგ მე-6-ზე რაღაც პერიოდის მანძილზე ხო იქ იყო მაშინ სულხან საბასოცა გზავნის კიდეც მაშინ საფრანგეთში მაშინაც ირანში იმყოფება ის და ამაზე ჩვენ ცალკე ეპიზოდი გვაქვს და ჩაწერილი და საინტერესო თემა არის ასევე ისიც. აი რაღაცნაირად აი ეს ნაწილი ამდიდრებს ჩემი აზრით ჩვენ აქ მას იმაზე თუ რამდენად ფართო მასშტაბიანი იყო
მამლუქების და ზოგადად ქართველი მონების გადინება მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში, იმიტომ რომ ეს არ იყო ლოკალიზებული მხოლოდ იგივე ეგვიპტით ამ შემთხვევაში, ან ერაყით, რომელზეც შედარებით მეტი წარმოდგენა გვაქვს და ხედავთ რომ ისინი გაცილებით უფრო შორეულ პერიფერიებშიც კი არიან მოქცეულები ამ შემთხვევაში. და აი კი არა, აი შემდგომში თუ მოახერხებ მე და ალექსანდრე მიქაბერიძეს ჩავწერ ამაზე, ალბათ ინდოეთის თემაც საინტერესო იქნება, სადაც ასევე იყვნენ საკმაოდ ბევრი, მათ შორის აი მოგოლთა იმპერიასა და სხვა ინდურ სახელმწიფოებში ქართველები მოქცეულები და შესაბამისად მე მათ ისტორიებსაც განვიხილავთ ამ მხრივ. ზოგი კი აღნიშნავს, რომ ესენო ქართველები კი არ არიანო, ქართველ ყოფილები არიანო, გარკვეულწილად, მაგრამ ნუ ეს არის მაშინდელი ისტორიული რეალობა საქართველოსი, ეს იყო ეს ადამიანები ათობით 1000 ადამიანი გაიყიდა წლების მანძილზე საქართველოსდან და ისინი მიდიოდნენ იქ, ზოგს კონტაქტიც ჰქონდა ისევ საქართველოსთან, ზოგი დაბრუნებულა კიდეც როგორც აღმოჩნდა. ეს იყო იმდროინდელი ისტორიული რეალობა. შესაბამისად, ეს ხალხი ჩვეულებრივ არიან იმ ისტორიის ნაწილები და ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივად მათ განვიხილავთ. ისევ და ისევ ქართველებად, ბუნებრივია, ხო? გიორგი ავალიშვილი ეძახდა ნაქართველ არებს. ხო. გიორგი ავალიშვილი 1820 წელს იყო ჩასული ეგვიპტეში და იქ როგორც ქართველებს შეხვდა, ნაქართველ არები არიანო ესენი, ეგრე ეძახდა ამათ. ინდოეთი, იცი ხო, ჯერ იმას ვიტყვი რომ ეხა ეს ადამიანები ვინც საუბარი მაქვს, ხო, ესენი იყვნენ წარმოიდგინე ელიტის ელიტა, აი ყველაზე დაწინაურებული ადამიანები იმ პერიოდის ამ საფაშოებში, ხო, ამად გარდა კიდე რამდენი იქნებოდა ვინც ისეთი წარმატებას ვერ მიაღწია რომ მაინც ევროპელებს ცოდნოდათ მის შესახებ, ხო? ხო, უბრალოდ ჯარისკაცებიც იყვნენ, ხო, ბევრი. თან რომ მიეთითებინათ რომ ეს ქართველი არის, იმიტომ რომ ვიღაცები არიან, მაგრამ და ეჭვი მაქვს რომ შეიძლება ქართველი იყოს, მაგრამ მარტო ეჭვით ვერაფერს ვერ იტყვი, ხო? უამრავი ადამიანი იყო და რა ვიხარ, ზოგს გამომართლა, ზოგს არ გამომართლა, მაგრამ ბევრი იყვნენ. ინდოეთს რაც შეეხება, მან ძალიან ბევრი და ალექსანდრეს რაღაცები გაუზიარებენ და იმედია მაგაზეც დაწერს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართულენოვანი სომხები, რომლებიც იყვნენ ჩასული ინდოეთში. კალკუტაში იყო სომხური ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო თემი და იქიდან იწერებოდნენ რაღაც წერილები მაგ ნანახი სხვა შორის, იქაური კი არა, თბილისელი სომხების, რომლებიც იქ ვაჭრობად იყვნენ ჩასულები, თბილისის საქართველოში მოწერილი. ქართულად არის სულ ეს წერილები დაწერილი. და ერეკლეს ჰქონდა ეგეთი მას რა ქვია, ჭიჭინაძეს უწერია, რომ ერეკლეს აი ამ ინდოეთში მყოფი სომხების გავლით უნდა ბრიტანელებზე გასვლა. რომ ბრიტანეთის იმპერიასთან კავშირები დაემყარებინა აი ამ ის რა ქვია, სომხური თემის ჩართულობით რა. ეგ ინდოეთის თემა ძალიან საინტერესო არის, მე განსაკუთრებით მაინტერესებს, მაგრამ ეხა ენა არ ვიცი, ამიტომ მე ან სომხურიც უნდა იცოდე ალბათ და ინდური რო იცოდე მთლად გადასარევი. სხვა წყაროებზე მუშაობა უნდა, მაგრამ ეს თვალი რო გადავულ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ჩანს და კარგი იქნება თუ მომავალი ისტორიკოსები ამითაც დაკავდებიან. კი, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ ბევრი მსმენელი მოусმენს და იმედი მაქვს ასევე, რომ დაგვიბრუნდები შემდგომში ისევ მწარე პოდკასტზე. სიამოვნებით. დიდი მადლობა. მომავალ პოდკასტამდე დაგემშვიდობებით მსმენელებო, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ მწარე პოდკასტი. ნახვამდის.